1991 წლის 26 მაისს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 6 კანდიდატს შორის ხმების დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ყოფილმა დისიდენტმა, ბლოკ მრგვალი მაგიდის ლიდერმა ზვიად გამსახურდია. გამსახურდია არჩევნებში დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობისა და ერთიანი კავკასიური სახლის შექმნის იდეით გამოდიოდა. მართალია ამ დროს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობას განაგრძობდა და საქართველო როგორც სუვერენული ქვეყანა დასავლეთის მიერ არ იყო ცნობილი, მაგრამ ქვეყნის უზენაეს საბჭოს დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებული ჰქონდა. 87%-ით არჩეულ პრეზიდენტს უზენაეს საბჭოში მხარს უჭერდა მისი ხელმძღვანელობით არსებული საპარლამენტო უმრავლესობა, პოლიტიკური ბლოკი, მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. მრგვალმა მაგიდამ 1990 წლის 28 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ისე გაიმარჯვა, შემდეგ კი ამ ბლოკის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია ისე გახდა პრეზიდენტი, რომ ოპოზიციის მხრიდან რეალურად წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ღირს მხო დავიკავებოდენ მაღალი თანამდებობა პრეზიდენტისა, რაც მავალებს საჯაროდ წარმოუდგა ვიცი. იცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს. დავიცავ ადამიანის უფლებებს. მერტი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. ეროვნული მოძრაობის ტალღაზე მოსული ხელისუფლების მიმართ დასავლეთის სახელმწიფოებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი ხელისშემწყობი იყო, ცდილობდა მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ მხარდაჭერით დაეჩქარებინა ეს პროცესი. მზადდებოდა საქართველოს ჩართვა გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში, რაც მომავალში ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გამხდარიყო. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივან ბეიკერთან მისი მოწვევით ბატონი გამსახურდია მე გახდით მოსკოვში, ეს შეხვედრა მოეწყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, სადაც საკმაოდ ღია საუბარი გაემართა, საუბარი იმ დონეზე, რაც მაშინ ღია პრესისთვის არც იყო, თქვათ, გამოსაკონებლად ეს მასალა ჯერ არ იყო მზად. მან პირდაპირ გვაგრძნობინა, რომ დასავლეთი მზად არის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს უკვე თვეების საქმეა, ეს ყველას ესმოდა უკვე, რომ ძალიან მძლავრი დახმარების ხელი გამოეწია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მან ჩვენ მაშინ გვიჩვენა მონახაზი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და სენატს უკვე მზად ჰქონდა კანონპროექტი იმის თაობაზე, რომ 4.6 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი საბჭოთა ყოფილი, ასე ვთქვათ, საბჭოთა რესპუბლიკების დასახმარებლად. და ერთ-ერთი პირველ ამ 15 რესპუბლიკას შორის დასახელებული იყო საქართველო. 1991 წელს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი რიჩარდ ნიქსონი. იგი საქართველოს ვითარების დაზვერვის მიზნით ესტუმრა.
sure you understand this is the spirit of independence. მაგრამ რაც უფრო მაღლობს, ყველაზე უფრო ძალიან მოწონს ეს არის თქვენი ტყუილად დამოუკიდებლობის. დიდი მადლობა. რადგან პრეზიდენტს და მოგახსენოთ რომ უკანასკნელ ხანებში საბჭოთა კავშირში გაძლიერდა დაპყრობილი ერების ანექსირებული ერების ხოლვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა. როცა მედიოდა ნიქსონი, სხვა შორის მანქანაში მარტო ვისხედით, ახლა ამდენი ინგლისური კი შემეძლო და დიდი მადლობელი ვარ მეთქი ვუთხარი მას და რომ ასეთი გამოიჩინა თქვა გორბაჩოვის ზემოქმედების მიუხედავად, სხვა შორის მაინც შეხვდა გორბაჩოვი. მე მოსკოვში ვდრო ნიქსონს მაინც ანგარიშთუებდა. მეთქე მე კი ყველაფერი კარგად მესმის, თქვენ შეიძლება არ იცოდეთ მეთქი, რამ ხოლმე სამსახური გაგვიწიეთ მეთქი და მე ყველაფერი კარგად ვიცი და მესმისო. თქვენი დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყვეტილია თქვენო ისეთ ამიმდევრულად მიდიხართ ამ გზით. მიხედეთ შიგნით პრობლემებსო, აი დემოკრატიის თვალსაზრისით. უთხარი ზვიადს და ზვიადმა თქვა კიო, მეც მელაპარაკავ ამაზე, მაგრამ რა უნდა ხა სამ დღეშიო ის ხო ვერ გაირკვეოდა ვინ გვიპირისპირდება ჩვენო. ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური რეფორმების გატარებისათვის მზადება. შეიქმნა კანონპროექტები აგრარული რეფორმის, მეწარმეობისა და პრივატიზაციის შესახებ. ახალ კანონებს ქვეყანაში უნდა შეექმნა საბჭოთა სისტემისათვის უცნობი სოციალური ფენა, მესაკუთრე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემლად უნდა ქცეულიყო. თუმცა ძალიან მალე დაწყებული რეფორმები შეჩერდა. ჩვენ აგვირჩიეს როგორც ანტიკომუნისტური ძალა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვითხოვდით, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ კომუნისტური სისტემა უნდა დაგვერღვია. და სამწუხაროდ ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო იმ პერიოდში რაღაც აი დამოუკიდებლობის მოპოვება და ამ დროს იმ დაკონსერვება იმ სოციალურ-ეკონომიური სისტემის, რომელიც არსებობდა. ეს იყო შეუძლებელი, ეს იყო მცდარი გზა. ამ ხელისუფლების თავარი დასაყრდენი უნდა გახდარიყო ის ხალხი, რომელიც მესაკუთრე გახდებოდა ამ ხელისუფლებიდან. ამ ხელისუფლებისგან უნდა მიიღო მას საკუთრებაში ბინაც, საწარმოო საშუალებაც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა მოგვეხთინა უკვე წარმოშობილი ქართული ბურჟუაზიის ლეგალიზება. 60-70-იან წლებში საქართველოში დაიბადა ქართული ბურჟუაზია. ის რომ მათ იჭერდნენ და საქმოსნებს ეძახოდნენ, ეს უბრალოდ იმ მახინჯი წყობის ბრალი იყო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. რეალითარი წყობა ვერ გააჩერებს ბუნებრივ განვითარებას, ხო? ჩვენ ეს არ ქონდა ეს გავლილი. კაპიტალიზმი მოდიოდა, აი ბურჟუაზია იბადებოდა. 1991 წლის ზაფხულში უზენაესმა საბჭომ უარი თქვა დასავლეთის მიერ შემოთავაზებული პროექტის მიღებაზე, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის განხორციელებისათვის საქართველოში $1.5 მილიარდ ინვესტიცია უნდა შემოსულიყო. ფაქტობრივად ამ პროექტის დაწყება დასავლეთის მხრიდან საქართველოს მომავალ დამოუკიდებლობაში დადებულ ფსონს ნიშნავდა. ივლისში გაიმართა პარლამენტის ეკოლოგიის კომიტეტის ხდომა და ეს პროექტი ჩააგდო. გამოაცხადა, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს არ შეიძლება გადაიქცეს უცხოური მანქანების საჭირითად. არგუმენტები საკმაოდ მწირი იყო ამ პროექტის წინააღმდეგ და ჩემთვის ფაქტურად ეს მაჩვენებელი იყო, რომ ჩვენ მაშინ დასავლეთის დახმარებას, სერიოზულ პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას უარი უთხარით. პატივცემულო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები. ეკონომიკური რეფორმების შეჩერებამ გამსახურდიას ხელისუფლებაში პირველი ბზარები გააჩინა. პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, რომელიც გამსახურდიას მთავრობას 10 თვის განმავლობაში ედგა სათავეში, პრეზიდენტისაგან განსხვავებულ პოზიციაზე აღმოჩნდა. იგი აგვისტოში თანამდებობიდან გადადგა. მაღალ ჩინოვნიკურ თანამდებობებზე ისეთი ხალხი ინიშნებოდა, რომელსაც აბსოლუტურად არც პროფესიონალური განათლება ჰქონდა შესაბამისი და არც თავისი მორალური, თქვათ, სახით იმსახურებდა ასეთ მაღალ ჩინოვნიკურ თანამდებობებს. მეოთხე საკითხი ეკონომიკური საკითხები. აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაწყებული გაზაფხულიდან 91 წლის გაზაფხულიდან იყო ასეთი ვოლუნტარისტული ჩარევები საქართველოს ეკონომიკაში, რაც რასაკვირველია მიუღებელი იყო. ბევრი ელოდა. გლეხი ელოდა რომ ეცადეთ მიწას. ეს ასე იყო. მე დავდიოდი თვითონ საარჩევნო კამპანიის დროს ველაპარაკებოდნენ. და იგივე მაგ ქახნების დირექტორები და სხვანი ელოდნენ რომ მიცემდით ამას. ეს ხო დაუწერლად მათი იყო. ისინი ბუნებრივია ეთხოვდნენ ამის ლეგალიზებას, ხო? ზვიადმა არ გააკეთა ეს. და როცა ვეუბნებოდით, ვინც ვეუბნებოდით, რომ ეს გასაკეთებელია, ხანდახან ეჭვებოდა თქვენო კაცო, მაფიასთან ხო რა ხარ შეკრული? ხო მე მაფიასთან არ ვარ შეკრული, ან მაშინ ან ეხლა ხო? სადამ აქ რამე წილიდან რა.
მე ვთვლი რომ ეს ბუნებრივია უბრალოდ და ეს ხალხი ყოველგვარი მოსკოვის და იმის გარეშე დაუდგა მე ამბოხეებს ჩვენს წინააღმდეგ. სიგუას გადადგომიდან რამდენიმე დღეში ზვიად გამსახურდიას იმიჯმა საერთაშორისო არენაზე პირველი სერიოზული დარტყმა მიიღო. იგი 19 აგვისტოს მოსკოვში მომხდარ სამდღიან პუტჩს უკავშირდებოდა. პუტჩი ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო და ბალტიის ქვეყნები არ უერთდებოდნენ, შინაარსით საბჭოთა კავშირის მოდერნიზებული ვარიანტის შექმნას გულისხმობდა. ხოლო გადატრიალების ხელმძღვანელები, რომელშიც საბჭოთა კავშირის მთელი სამხედრო ელიტა იყო ჩართული, სისტემის ძველი ფორმის აღდგენისათვის იბრძოდნენ. პუტჩის დროს საგანგებო კომიტეტისაგან საქართველოში მოვლინებული იქნა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი შურავლიოვი. უზენაეს საბჭოში ზვიად გამსახურდიას იგი წარუდგინეს აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა დილარ ხაბულიანმა და ვიცე-პრემიერმა მურმან ომანიძემ. ამასთანავე მოსკოვში მოლაპარაკებების მიზნით გაგზავნილი იქნა სპეციალური წარმომადგენელი. კონსულტაციების შედეგად პრეზიდენტი გამსახურდია პუტჩის ხელმძღვანელობასთან ღია დაპირისპირებას მოერიდა. აქ პატრიკეევი მოვიდა, ამიერკავკასიის ოლქის სარდალი, მოსკოვიდან ერთ-ერთი გენერალი იყო შურავლიოვი და ერთი რამდენიმე სამხედრო აღთა და ძალიან კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ამ სიტყვებით აღგვედგინა საბჭოთა ხელისუფლება. რას გულისხმობთ მეთქი ვკითხე. ზუსტად თავში იჯდა ჩვენ აქეთ და ისინი იქ. გულისხმობთ რომ პრეფექტები უნდა გააუქმოთ, ეს გვარდია უნდა გააუქმოთ, საერთოდ ზოგიც უნდა დაიჭიროთ და ამბავი მოთხარ ეს. ესე კანონიერი გადაწყვეტილებები პარლამენტის და ეს არ მოხდება. ზვიადმაც ესე უთხრა, ზვიადმა უთხრა სხვა შორის იმათ თქვეს რომ მაშინ აქ ახლა წვრთნები დაიწყებაო, артиллериო მომზადებაო, თვითფრინავებიო, განჯიდან პოლკი მოდისო, სადესანტო სხვა შორის ის პოლკი მე აფხაზეთში გვებრძოდა ჩვენ. ეს მათი ისეთი დამკველი ძალა იყო და სხვა შორის 29 აპრილსაც იყო ამ პოლკის ნაწილები თბილისში. ხოლო ზვიადმა უპასუხა თუ თქვენ გინდათ ახლა კიდევ ომი გაჩაღდეს, ეს სხვა საკითხია. ჩვენ ვცდილობთ რომ ხალხი არ გავვრიოთ ამ ამბავშიო და ჩვენი პოზიცია გვაქვს. 21 აგვისტომდე ჩვენ არანაირი პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დეპუტატი წავედით მოსკოვში, ვეცადეთ ასე ვთქვათ, თეთრსახში ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია გამოგვეხადა და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოგვეხადა. ელცინის მიმართ იქ საკმაოდ ცივი მიღება დაგვხვდა და იქ იყო ერთიანი გაბატონებული აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლება გაგაჩებას უჭერდა მხარს. პუტჩის დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა სპეციალური ბრძანებულება, რომელიც ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციას ეხებოდა. ბრძანებულების მიხედვით გვარდიას მიეცა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანყოფის სტატუსი. მას დაევალა საზოგადოებრივი წესრიგისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილების დაცვა, აგრეთვე საბადრაგო სამსახურის შესრულება. გაუქმდა ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა. მივატოვე ის ხდომა დავდიქი და გამოვედი. დავტოვე იქ ხაბულიანმა რაღაცები დაიწყო, რაღაცებს ლაპარაკი, იქ უსიამოვნო ლაპარაკებიც მოხდა, მაგრამ მე აღარ დავესწარი იმ ლაპარაკს, დასაკვირველია ძალიან შეურაცხყოფილი, ავდიქი დავტოვე ყველაფერი და წამოვედი. ბრძანებაში ახალი თითქმის არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ სარდლის თანამდებობა გაუქმდა. ეროვნული გვარდია შექმნის დღიდან ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ითვლებოდა შინაგანი ჯარის სტატუსით. თუმცა ამ დოკუმენტმა გამსახურდიასა და გვარდიის სარდალს თენგიზ კიტოვანს შორის განხეთქილება გამოიწვია. Რამდენიმე 1000 მეომარი და ოფიცერი რკონის ხეობაში დაბანაკდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, 19 აგვისტოს გამოცემული ბრძანებულება ზვიად გამსახურდიასთვის საბედისწეროდ იქცა. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ და უკრაინა უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ. და გვარდიაზე, რომელიც რკონის ხეობაში იყო გასული, პირდაპირ ეთქვეს, რომ ერთი კრაკადილი ვერტფრინავს ეძახოდნენ, ეყოფა და მართლაც ასე იყო, გაივლიდა იმ ხეობას, ყველანი ხეობაში იყო დაბანაკებულები და დაამთავრებდა სულ ყველას იქ რამდენიმე 1000 ახალგაზრდა კაცი იყო შეკრებილი. ამიტომ გახდა ზვიად იძულებული რომ დაედასტურებინა კიდევ ერთხელ, რომ გვარდია არის შინაგანი ჯარი, აბსოლუტურად ოფიციალური და კანონიერი სტრუქტურა. რკონის ხეობა თქვენ გაგათის გაშლია, სამხრეთით არის უფრო საქართველოსი და შეიძლება თუ რამე მოხდებოდა ისეთ რუსის ჯარი ჩვენზე ან დაგვარწყავდა ან გაძლიერდებოდა ჩვენ ბრძოლებით აღზევ გავიდოდით უფრო თურქეთის საზღვრებისკენ 40 კილომეტრზე ვიყავით გაშლილი დაახლოებით 15000 კაცი და ძალიან სამხედრო წესი და რიგი ჰქონდა მათ. მოსკოვში მომხდარი გადატრიალების შემდეგ საქართველოში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა.
გამსახურდია იმ დროს რამოდენიმე პარტიის გარდა უკვე დაუპირისპირდა ინტელიგენციისა და მასმედიის ნაწილი, რომლებიც ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში და თავისუფალი სიტყვისა და აზრის დევნაში ადანაშაულებდა. კარგი. მართლაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცენტრალური ტელევიზიის ეთერში და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად გაზეთებში ოპოზიციური აზრის დევნა დაიწყო. აგრეთვე ხელისუფლებამ საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულებების საქმიანობაში უხეშად ჩარევას მიიღო ხელი. სერიოზული პრობლემები შეექმნა დამოუკიდებელ პრესას. დაიწყო ისეთი ქმედებები, რომელსაც გამოიწვია საშინელი რეაქცია, იმიტომ რომ ვაეს გავეყარე და უის შევეყარეთ იტყვიან რა. როდესაც პეტრიაშვილმა და მისმა ძმებმა დაიწყეს სიარული ოპერაში, საბალეტო სკოლაში, ასწავლიდნენ როგორ უნდა ასე თქვათ რა, როგორი ცეკვები უნდა ყოფილიყო საქართველოში, სიმფონიური ორკესტრი როგორი უნდა ყოფილიყო და შეუცვალეს სახელწოდებები თქვათ, ესე იგი ეროვნული ნიშნით ვიოლინოს მე უკვე აღარ მახსოვს რაღაცა დაარქვა იმან რა ქვია ყელფანდურა დაარქვა ვიოლინოს ახლა ნუ რა ვიცი თუ ეს მისაღებია მე არ ვიცი ახლა ხო ის ბალეტი რომელი ბალეტიც არსებობს საბჭოთა კავშირში ის ბალეტი არ არის ეს არის გეტყვით ახლავე არ დამიწყოთ ჯერ ჩხუბი ეს არის გაქვავებული ხელოვნება რომელიც ჭირდება რუსეთის იმპერიას თავისი ბოროტი მიზნებისათვის ეს არის რუსული ბალეტი გაქვავებული ფრანგული ბალეტი დაწყებული ფრანგული ბალეტი შემდეგ გაქვავებული მრგვალმაგიდაში დაწყებული განხეთქილება ხელს აძლევდა როგორც ოპოზიციას, რომელიც გამსახურდიას გადაყენებას გეგმავდა, ასევე მოსკოვს, რადგან უახლოეს პერიოდში კრემლში საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის საკითხი უნდა განხილულიყო. ოპოზიციურმა პარტიებმა ეროვნული გვარდიის ამბოხებულ ნაწილს პირველივე დღეებში პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინეს. კიტოვანისა და გამსახურდიას შეხვედრამ 28 აგვისტოს შედეგი ვეღარ მოიტანა. მაგრამ შევიდეს ვიად გამსახურდიასთან 28 რიცხვი ზუსტად და რო გამოდიოდი ვაკოცეთ ყველაფერი და სახლი წამოვედი. ერთი კი მითხრა რომ ჩემი თხოვნა იქნება თენგიზო რომ სიგუაზე გამოდი და ელაპარაკიო აი ესეთი რაღაცება ეს როგორც კომუნისტების დროს იყო ხო გახსოვთ რომ ესე გამოვიდოდა და მეორე ლანძღავს მე ვთხარი მე ჩემ გვარს და ჯილას არ გავუკეთებია ჩემოზვიად ესე და არავის არ ულანძღია მეგობარი და ახლობელი და მაგას მე ვერ გავაკეთებ ვთხარი როგორ დავჯექი მანქანის წავედი და რკონის ზას ვადექი და ჩავხტე რადიო დაიწყეს ჩვენი ლანძღვა ხელად შემოდგომაზე დაიწყო ურთიერთობის მკვეთრი გართულება დასავლეთთანაც რომელიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველოს მთავარი პარტნიორი უნდა ყოფილიყო ჩანდა რომ ზვიად გამსახურდიასთვის მეუღებელი იყო ის ლიბერალური დღეულებები, რასაც დასავლეთის სამყარო პრიორიტეტებად მიიჩნევდა. სექტემბერს რუსთაველის გამზირზე კინოს სახლის წინ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიტინგი მიმდინარეობდა. მომიტინგეთა რიცხვი რამოდენიმე ათეული ადამიანი შემოიფარგლებოდა. ასეთი მცირე რიცხოვანი შეკრებები საქართველოს დედაქალაქისთვის იმ დროს ძალზე ჩვეულებრივი იყო და გამლელები განსაკუთრებულ ყურადღებას არც კი აქცევდა. 91 წლის ზაფხულში, აგვისტოს ბოლოს, ირინა ჩამოვიდა, კაპიტანი ირინა სარაშვილი ჩამოვიდა მოსკოვიდან და შემდეგ შედგა მთავარი კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა გაგვიახლებია აქტიურად მიტინგები და გამოსვლები პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ. ირინა რო ჩამოვიდა მოსკოვიდან, ჩვენ მივხვდით, რომ რაღაცა შეთანხმება მოხდა ვიღაცასთან და რაღაცა გზახსნილი იყო, რომ ჩვენ რაღაც მოქმედება უნდა დაგვეწყო აქტიურად. პირველი ორშაბათი იყო 2 სექტემბერი და ჩვენ ბუნებრივად, როგორც ის საერთოდ ვატარებით ხოლმე ორშაბათობით მიტინგს, ჩავატარეთ ეს მიტინგი კინოს სახლთან. ამავე დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სოლიდური დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც ამ ქვეყანაზე ვაშინგტონში ინფორმაცია უნდა ჩაეტანა. ხოლო მეორე დღეს, 3 სექტემბერს,
მოსკოვში საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა. კრემლში იხილებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლის საკითხი. ნაშუა დღეს, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი კონგრესმენებს ხვდებოდა, რამოდენიმე ათეულ მომიტინგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი აქციის აფეთქის მიზნით მიიღო. ამ ფაქტმა რუსთაველში უამრავი გავლილი შექმნა. გერბაჩოვმა რაღაცაში მოვიდა ვიღაც კაცი რაღაც ჩაურჩაჩო და ერთი წუთით თქვა ტელევიზორია ჩართო და ახალი ამბავი მაინც გავიგოთ რა ხდება ქვეყანაზე ჩართეს და პირველი და მითხრა ეხლაც მახსოვს ტიპას მატრიო მითხრა პასტოი რა ხდება თქვენგან შეხედა ხო მიბრუნება აღარ მინდოდა მივხვდი რომ კაი არაფერი არ მოხდებოდა ხო შევხედე და მე ვერ დამირეკეს იმიტომ ეხლა მობილური მაშინა არ ასეოდა იქ ვერ შეიტანდი და რამდენიმე საათი ვიყავით იქ რა რომ შევატრიალე და TSN-ი ერქვა გადაცემას ახლაც მახსოვს ამ საინფორმაციოს. ეხლა რო RTR-ია იმ არხზე მიდიოდა. და ეს ამბავი ამბავი გადმოსცეს და ალტრიალებდნენ გაუთავებოთ რა ამას. ხო მივხვდი ახლა შევხედე ამათ რა უთხარი რომ შენი მოწყობილია. მე რა ხო შენ არ უნდა ქნა თორე ის კი მოგიწყობს. თქვენი ამბავიო, აი ხედავ ამასო ვერ გაიგებს სოფლის საზოგადოებრივობა. ასეთი რამე რო ხდებაო და ჩვენ ხო დემოკრატიისთვის ვიბრძვითო. ალტელებს ეს მოხსნილი აქვს ეს საკითხი თქვენთან ხო ხედავთ რა ხდებაო დაიცა ეს ბევრია საუბარი იმაზე რომ ეს იყო პროვოკაცია მეც დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო პროვოკაცია და ისიც კარგად ვიცი რომ ამაში გერეულს გარეული იყო და მათი აკაური აგენტურაც, მაგრამ მეორე მხრივ პასუხისმგებლობა ხელისუფლების, რომელსაც ასკატიან მიტინგზე კვლევამდე შეიარაღებული ომონი გაუშვა, ხო? ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის აშკარაა, გაენებებინათ თავი. პროვოკაციას გიწყობენ, შენ არ უნდა აღვერ ამ პროვოკაციას, ხელისუფლებას უნდა იყოს უნარი და ჭკუა, რომ ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას. და მაშინ ჩვენ იმავე საღამოს დავაყენეთ, ესე ვთქვათ, ჩვენი ძალოვნების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ყველაფერი უარყოფილი იქნა. პირიქით უკვე ჩვენ გამოგვაცხადეს, ასე ვთქვათ, როგორც მოვალატეები. 2 სექტემბრის მოვლენის შემდეგ რკონიდან მოულოდნელად დაბრუნდა ეროვნული გვარდია და თბილისთან ახლოს შავნაბადაზე დაბანაკდა. გვარდიის ოპოზიციურ ნაწილს შეუერთდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა. პროკურატურაში მორიგი დაკითხვიდან დაბრუნებულს კიტოვანის გვარდიელებმა განუცხადეს, რომ ხელისუფლება მის ლიკვიდაციას აპირებდა და სასწრაფოდ შავნაბადაზე წაიყვანეს. 2 სექტემბერმა მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გამოცხადა და ვისაც თვალი მიუდევნები ამ საქმისათვის, იმისთვის ხადი იყო და არის დღესაც. 2 სექტემბერმა ჩაშალა საქართველოს მშვიდობიანი გასვლა საბჭოთა კავშირიდან. არ როგორც ბალტელები გავიდნენ. და ეს იყოს იმ ადამიანების სინდისზე, ვინც ეს მოაწყო მაშინ, მოსკოვის დავალებით. ჩვენი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა ეს ისტორიულად გარდაუვალი შეუქცევადი პროცესია. იმავე დღეებში დაიწყო 2 საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და სახელმწიფო ტელევიზიასთან. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მონები. ის ხორა მონობაში ჩვენ არ გვინდა ინტელიგენციისა და ჟურნალისტების ნაწილი ზვიად გამსახურდიას დიქტატორული რეჟიმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდა. იმდენად ამოვიდა უკვე ყელში აი ეს შეზღუდვები და წნეხი, რომ ატან აღარ შეიძლებოდა და მე ვთქვი იქ, რომ მე არ ვიცი თქვენას გააკეთებთ, მაგრამ მე მარტო წავალ და დავждები აი იმ კიბეზე და მაშინ მითხრა თამრიკო ცაგარეიშვილმა არ დამავიწყდება არასოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე აი ახლა ამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში არ გეთანხმები, მარტო მაინც არ დაგტოვებოდა მომიჯდა გვერდით. 10 წუთში უკვე ტევა აღარ იყო იმ კიბეზე, ისეთი ამბავი იყო, და კარგა ხანს გაგრძელდა ეს ამბავი სხვათა შორის. მე სადღაც ოქტომბრის თვეში დამაპატიმრეს. 2 სექტემბრის აქციის დარბევას
გამოეხმაურა საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც საკავშირო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა საკუთარ ხალხთან კონტაქტი დაკარგა. ამ განცხადებიდან რამოდენიმე დღეში თბილისში შეიქმნა დემოკრატიული პარტია, რომლის საპატიო თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძე იქნა არჩეული. შევარდნაძე თავის თავს არ განიხილავდა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც სურვილი ჰქონდა რომ დაბრუნებულიყო აი ამ რანგში და ამ სტატუსით. არა, ის ასე ამბობდა, რომ მე თუ რამეში გამოვადგები ჩემს ქვეყანას, მე მზად ვარ ყველაფრისათვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე პრეზიდენტის ავარძელი მინდა. ამაზე არ იყო საუბარი, ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. სხვათა შორის შევარდნაძეს ასეთი შეცდომები არ მოსდის ხოლმე. ის ბუნებით დიპლომატიკაცია და შეიძლება გულში კი ქონდა რაღაცა, მაგრამ გახსნილად ამაზე საუბარი არ ყოფილა. მეგობრებო, დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან მაგონებს 1918-21 წლების სიტუაციას. ძალიან მაგონებს. მაშინაც მოსკოვს გადახვეწილი მოღალატე ქართველები მართავდნენ ყველაფერს, ისინი ქმნიდნენ აქ თავიანთ დასაყრდენ ჯგუფებს, ვითომაც ამბოხების, ვითომაც რევოლუციის, ვითომაც აჯანყების მიზნით აწყობდნენ აქ ანალოგიურ პროვოკაციებს, მეგობრებო, და შემდეგ ყოველივე ამით შეუქმნეს ბაზისი ჯარის შემოყვანას და საქართველოს ანექსიას. აი ამ მეორე ანექსიას ამზადებენ, მეგობრებო, მოსკოვში გადახვეწილი ჩვენი მოღალატე თანამემამულენი და აი ამაზე გავახილოთ თვალი. ამაზე გავახილოთ თვალი და ამ ოპოზიციას აუხილოთ თვალი, ნუ გადაიქცევა მათ სათამაშო თოჯინად და მათ მარიონეტად. სიტუაცია დაიძაბა უზენაეს საბჭოშიც. რგვალ მაგიდას გამოიღო პოლიტიკური ჯგუფი და ჩამოაყალიბეს ფრაქცია სახელწოდებით ქარტია 91. გამსახურდიას ოპოზიციაში აღმოჩნდა თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ადამია. ამას ემატებოდა მანამდე არსებული პატარა ფრაქცია ნოდერ ნათაძის შემადგენლობით. თუმცა ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შექმნა ვერ მოახერხა. უზენაეს საბჭოში სიტუაცია გაიცნო. თუ გახსოვთ გაკეთებაშენა კომუნისტები გაყარეს პარლამენტიდან და უზენაეს საბჭოში შეიქმნა ძალიან დაპირისპირებული სიტუაცია, ფაქტიურად იყო უმცირესობა და იყო უმრავლესობა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებდა აბსოლუტურად ერთპიროვნულად პრეზიდენტის კარნახით და ნებისმიერ საკითხი როგორც უნდა დაგეყენებინა ეს სწორი იყო, არასწორი, მოდიოდა თუ მოდიოდა ეს ოპოზიციიდან ეს საკითხი ვერ გადიოდა. ამავე დროს უკვე დაიძაბა სიტუაციაც გარეთ. რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ ბარიკადები ააგო. ხოლო მთავრობის სახლის დამცველებმა ოპოზიციის თავდასხმისაგან დასაცავად სატვირთო მანქანები ჩააგდეს. რამოდენიმე მცდელობა გამართულიყო მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის მარცხით დამთავრდა. რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინ დემოკრატიული ოპოზიცია, გინ ანგელოზის მტებ გამოგული ოპოზიცია, ყველა მიწის რომ ისინი მკვლელებია, მოხალატეებია და გამყიდველებია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკუთარი ძალის პირველი დემონსტრირება 16 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოახდინა, როდესაც იქ გამართულ მიტინგზე რამოდენიმე 1000 ადამიანმა მოიყარა თავი. მიტინგს რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოჰყვა. სექტემბერი ოპოზიციისთვის მომგებიანი დღე სხვა კუთხითაც აღმოჩნდა. იმ საღამოს თვითმფრინავის ეკიპაჟმა, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, სულ რამოდენიმე წუთის აწეული იყო ჰაერში უკან დაშვების ბრძანება მიიღო. ბორტზე მყოფი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია დააპატიმრეს. ამ ფაქტმა გამსახურდიას იმიჯი კიდევ ერთხელ შეარყია. ჭანტურია არ ყოფილა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც იმ დროს უშიშროების იზოლატორში მოხვდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა ვითარების განმუხტვის მიზნით ხარი დაუჭირა ვადამდელ არჩევნებს. ყველაზე პარადოქსული აქ ის იყო, რომ არც ჩვენი პარტნიორების, ანუ რგვალი მაგიდელების დიდი ნაწილი და არც ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას არ დაეთანხმა. ოპოზიციიდან ამას დაეთანხმნენ თვალსაჩინო ქარტია, დანამდვილებით მახსოვს, რესპუბლიკელები,
კიდევ რამდენიმე პარტია, მაგრამ მათ ძალა არ ეყოთ იმისა, რომ მთელი ოპოზიცია გადაიყვანათ ამ ჯგუფს. იქ უკვე ტრიალებდა ხალხი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა არ აწყობდა. მოსკოვს არ აწყობდა და მოსკოვში ყოფ ქართველებსაც. არ აწყობდათ ეს. ყველას ერჩევნა, რომ ეს მისულიყო დიდ არეულობამდე და დიდ აფეთქებამდე. სამწუხაროდ მრგვალი მაგიდის, ანუ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ვერ გაიგეს ეს. ეს დასავლეთი საქართველოზე ლაპარაკი ითვლება ცუდ ტონად. ისევე როგორც დაძაბულობამ კულმინაციას 21 სექტემბერს მიაღწია. ამ დღეს ეროვნული დემოკრატების ნაწილი შეეცადა მთავრობის სახლის წინ შიმშილობის აქცია დაეწყო ჭანტურიას გათავისუფლებისა და გამსახურდიას გადადგომის მოთხოვნით. თუმცა მათი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისინი პრეზიდენტის მომხრეებმა გარეკეს. რამდენიმე საათში ტელევიზიასთან მიმდინარე აქცია შეუერთდა თენგიზ კიტოვანი მეამბოხი გვარდიელებთან ერთად. იმავე დღეს დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ექიმმა გია აბესაძემ მხარეთა შერიგებისათვის საკუთარი თავი გაიღო მსხვერპლად. მან რუსთაველის გამზირზე აგებულ ბარიკადებზე თავი დაიცვა. თუმცა ამ აქტმა ოდნავადაც ვერ შეძლო სიტუაციის განმარტვა. ოცდაერთშივე საღამოს საათებში ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში გამოცხადდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავი კიტოვანის მომხრეებად დაასახელეს. მათი ინფორმაციით იმ ღამეს დაგეგმილი იყო პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმა. უცნობი სტუმრები ამბობდნენ, რომ ეროვნულ დემოკრატებს მხოლოდ 10 წუთი უნდა გაეძლოთ. ეს ის დრო იყო, რაც კიტოვანს დასჭირდებოდა ტელევიზიიდან რუსთავდამდე მოსასვლელად. რატომღაც ასეთი ეჭვი დამებადა მე თვითონ, რომ რამე პროვოკაცია ხომ არ არის დაგეგმილი, დაუშვათ მოვიდნენ ექს-პრეზიდენტის მომხრეები, იქ მოხდა შეტაკება, ფიზიკური შეტაკება, იქ აუსწორდნენ ვიღაცას ფიზიკურად, ან დაგხოცეს, ან რაღაცა ამდაგვარი. სანამ კიტოვანი მოვა, ჩვენი დაგვემართება და შემდეგ რა თქმა უნდა ამ ფაქტს გამოიყენებს ოპოზიცია იმისათვის, რომ ჩამოაგდოს პრეზიდენტი გამსახურდია. ახლა ეს კარგი გეგმა იყო ალბათ მათთვის, ვინც ეს შეადგინა, მაგრამ აქ ჩვენთვის არ იყო მთლად სახარბიელო, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც განწირულები ვიყავით. და მე ეს რაღაც შინაგანად მივხვდი, რომ ასე იყო, რომ ჩვენი დახოცვა იმ მომენტში ძალიან ბევრს აძლევდა ხელს ოპოზიციურ ხარეს გულისხმობ. რუსთაველზე ბარიკადების აღებაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ დემოკრატების შტაბის აღების შემდეგ პრეზიდენტის მომხრეები ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას დაესხნენ თავს. მისმა თავმჯდომარემ ირაკლი წერეთელმა მხოლოდ მეორე სართულიდან გადახტომით უშველა თავს. კიტოვანმა რომ დაგვინახა იმ ღამეს იქ მისული და ცოცხლები და სახსალავანთები აშკარად არ ესიამუნა და ძალიან მკაცრად გვითხრა რომ რატომ წამოხვედი, რატომ მიატოვეთ თქვენი ოფისი. და ჩვენ ვუთხარით, ახლა ჩვენ არავითარი წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ აქვს, იარაღი ჩვენ არ აქვს. ცოცხალი და ძალითაც მოწინააღმდეგე ათასობით ექს-პრეზიდენტის მომხრეები იყვნენ. როგორ უნდა გამკლავოთ, ან რა უნდა გვექნა საერთოდ. ასე რომ პირდაპირ არ გითქვია რომ შენ ჩვენი დახოცვა გიციგდილი გინდა, მანდა მაინც რომ მე შენ რამე მიაქციო მეთქი, მაგრამ ფაქტიურად ეს იგულისხმებოდა. ვითარება კრიტიკულ ზღვარს აღწევდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობით მიმართა დაეწყოთ მოლაპარაკებები. ოპოზიცია უზენაესი საბჭოს სესიის მოწვევას, მის პირდაპირ ტრანსლაციას, სატელევიზიო ეთერსა და პოლიტპატვირების გათავისუფლებას ითხოვდა. თავის მხრივ ხელისუფლება კიტოვანის გვარდიის თბილისიდან გაყვანას და პრეზიდენტისადმი შეურაცხყოფელი გამოსვლების შეწყვეტის საკითხს აყენებდა. საპატრიარქოში წარმოდგენილი მხარეები თანხმდებიან. შემდგომ მიდიან საპატრიარქოდან და მათ ვინც გადაწყვეტილებაზე საბოლოოდ უნდა მოაწერონ ხელი, ისინი ფაქტიურად მონაწილეობას ამაში არ ღებულობენ. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული მოსკოვის ქართველობა. ძირითადად ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერები, რომელთათვისაც გამსახურდიას ხელისუფლება მიუღებელი იყო. ხშირი იყო ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების თბილისიდან ვიზიტებიც. იქ ვინც იყო, ესენი არ იყვნენ პოლიტიკასთან ღიად დაკავშირებული ხალხი. თქვათ იგივე ზურაბ წერეთელი, რომელიც თქვენ ახსენეთ.
ის არ პოლიტიკოსობდა თორემ. ისე, რა თქმა უნდა, ხა ზურაბ წერეთელი ცნობილი კაცი და ასეთი დიდი მასშტაბის ხელოვანი და მას ჰქონდა ურთიერთობა, რა თქმა უნდა. იქ იყო ბატონი გურამ გელაძე, იქ იყო ნუზარ ფოფხაძე, მაშინ ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გახდა საბჭოთა კავშირის. ბატონო ჩემო, ეს ხალხი იყო, რა ვიცი, ერთადად. ხო და სხვა აქედან ჩასული, ვთქვათ, ვინმეს რამე კონტაქტი რომ მქონოდა შევარდნაძესთან, მე არავინ არ შემხვედრია და არც ვიცი. მოსკოვში რამდენად ჩემს ცნობილია, ერთ-ერთი სადაც ასე ვთქვათ, ელიტარული ჩვენი საზოგადოება, ჩვენი თანამემამულენები იკრიფებოდნენ. ეს იყო სასტუმრო ვაქცევსკაია, სადაც ხდებოდა საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოსთან ჩასულ პოლიტიკოსებთან, იგეგმებოდა გარკვეული პროცესები, იქვე იყო შევარდნაძის, ასე ვთქვათ, რუსები როგორც ეძახიან ასაბნიაკი. და ეს პირდაპირ კავშირით ხორციელდებოდა თვითონ ედვარდი არ იღებდა ბატონი ედვარდი ამაში მონაწილეობას, მაგრამ იღებდა მისი ხალხი. არ დარჩენილა საქართველოსთან ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ არ ყოფილიყო იქ და მასთან ურთიერთობა არ ქონოდათ. ასე რომ, წარმოიდგენთ, რომ ეს ვიწრო ჯგუფის გაკეთებული იყო. ეს იყო ძალიან ფართო სპექტრის გაკეთებული. მათ შორის რამდენადაც ვიცი, თვითონ გამსახურდიას მიერ ხელისუფლებაში დასმული ასლან აბაშიძეც კი, ასე ვთქვათ, შეხვედრია მას. იმ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერდა მხარს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას და მის პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევს. ამასთანავე კავშირს ამყარებდა თათარისტანის რესპუბლიკის სეპარატის ხელისუფლებასთან, რის გამოც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გამოირიცხა. თუ გავიხსენებთ იმ სიტუაციას, მიდიოდა ნოვოაგარევოში მოლაპარაკებები და იმისათვის, რომ უცხო რესპუბლიკები დაემორჩილებინათ, საკავშირო ხელისუფლებამ ეს იყო ლუკიანოვის, მაშინდელი უზენაესის საბჭოს თავმჯდომარეს, საკავშირო უზენაესის საბჭოს თავმჯდომარის გეგმა, რომ იმისათვის, რომ მორჩილებაში ყოველდღე რესპუბლიკები, ასე ვთქვათ, ავტონომიებისთვისაც მიეცათ ფედერაციულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლება და ყველაზე მეტი ავტონომია ყავდა რუსეთს. ფაქტიურად ამითი საკავშირო ხელისუფლება უპირისპირდებოდა ელცინს. უნებლიე მოკავშირეები გამოვიდა. ზედდა გორბაჩოვი. იმიტომ რომ გორბაჩოვიც დუდაევის ეს ყელყელაობა და დუდაევმა მე ესეთი ლოზუნგი წამოაყენა, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ მოკავშირე რესპუბლიკა. თუნდაც საბჭოეთი, ოღონდ მოკავშირე და არა ავტონომია რუსეთში. ხა ელცინისთვის იყო ეს ყოფნა-არ-ყოფნის საკითხი, ხო? რა კი რუსეთს შლი, თქვა რუსული საზოგადოების მხრიდან განწყობა ნახეთ ელცინისადმი. კი, შენ დემოკრატი ხარ. შენ კომუნისტებს ებძვი, თუმცა ძველი კომუნისტი ხარ, მაგრამ კვატიობთ, მაგრამ საბჭოთა იმპერია მაინც ყველას უნდოდა, ხო? უნდა მოძებნილიყო რაღაც ფორმა. ანუ ავტონომიები უნდა მოეთოკა როგორმე და საბჭოეთის რაღაცა შენარჩუნება, რაღაც ილუზია მაინც უნდა ყოფილიყო. ამიტომ უნდა წაიქცია ჩეჩნეთი და SNG-ს იდეა. საბჭოთა კავშირის ილუზია. აი აქ ორივეში ზვიადი იყო დაპირისპირებული უკვე არა საბჭოეთთან მარტო, არამედ უკვე რუსეთთანაც. აქ გამოვიდა რა ესე იგი უჭერს მხარს ჩეჩნეთს და არ შედის SNG-ში. ანუ ერთის მხრივ ავტონომიებს რუსეთისას აძლევს სტიმულს, ვთქვათ, იფიქრონ გასვლაზე და მეორე მხრივ არ აძლევს საშუალებას ელცინს, რომ გაიმართლოს რუსული იმპერიული საზოგადოების წინაშე თავი, რომ კი დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ რუსეთი გარშემორტყმულია სატელიტური სახელმწიფოებით. მოსკოვის ქართული დიასპორა და თბილისის ოპოზიციური ნაწილი განსაკუთრებით სექტემბრის მეორე ნახევარში გააქტიურდა. ედუარდ შევარდნაძის გარდა, რომელიც ოპოზიციის ნაწილისთვის გამსახურდიას ალტერნატივად მიიჩნეოდა, მათ დასაყრდენს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები წარმოადგენდა. თავარ ფიგურად რუსეთის ხელისუფლებიდან სახელმწიფო მდივანი გენადი ბურბულისი მიიჩნეოდა, რომელიც გარშემო ტრიალებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. თბილისში საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი იყო ის ადგილი, საიდანაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა უნდა განხორციელებულიყო. სუფიან ბეპავი იყო გენერალ-ლეიტენანტი, ოფიციალურად მისი თანამდებობა იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის პირველი მოადგილე. ეს იყო ჩვენი ჩრდილოეთ კავკასიელი მეზობელი, ბალყარელი. ეხლა ბევრს უნდა შექმნას ასეთი ლეგენდა, რომ თითქოს ეს იყო რუსების აგენტი, რომელმაც გადაიბირა კიტოვანი და როგორ გეკადრებათ. სუფიანი იყო სხვათაშორის ძალიან ჭკვიანი კაცი. აი მაგას თვლი რუსეთის ჯარისკაცი. სუფიანი არის ჩრდილოეთ კავკასიელი. ბებაევი.
დღეს დგას ჩეჩნებს და იმას უდგას გვერდზე. თქვენ წარმოიდგინეთ, მაგას თავისი აზრები ქონდა და ეხლა მე ხო არ ვიტყოდი რომ მაშინ რატო ისოს. ზურგიანი ბებაი არის ჩრდილო კავკასიელი, ყაბარდოელია თვითონ, ბალყარელია თვითონ. თავის ნაციის დამცველია, იარაღსაც უღებულობდით, უყიდულობდით მაგათგან, ფულსაც ვაძლევთ და სულ ყველაფერს იყო, ესე იყო, ჩვენ როგორც გამსახურდი ყიდულობდა მაგათგან იარაღს და ერთხელ ისე ყიდულობთ ჩვენც. შემოდგომაზე მთლიანად გაბუჩდა ურთიერთობა დასავლეთთანაც. ამერიკის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ქმედებებში დაადანაშაულა. სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას სახით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება, რის გამოც საქართველოს უარი ეთქვა დასავლეთიდან ეკონომიკურ დახმარებაზე. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ რუსეთის და ამერიკას თავის წინააღმდეგ შეკრა. ეს ორი ძალა, რომელიც ორი სახელმწიფო, რომლის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდა რეგიონში, ჩვენი უჩქო პოლიტიკის შედეგად ფაქტურად გაერთიანდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო დიდი შეცდომა და ბურბულისი და რუსეთი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ სამხედროებიც, რომელიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში იყვნენ. არსებობდა შტაბი, ზაკვო. და იქ იყვნენ მთელი რიგი გენერლები, გრეკოვი, ბეპაევი, რომლებიც ძალიან აქტიურად იღებდნენ ამ პროცესში მონაწილეობას. იზოლაციაში აღმოჩენილი საქართველოს ხელისუფლება შეეცადა დასავლეთისა და რუსეთის ალტერნატივად კავკასიური სახლის შექმნის იდეა უფრო აქტიური გაეხადა. ერთიანი კავკასიური სახლი, რომელიც ძლავრ და ანგარიშგასაწევ ძალად უნდა გადაქცეულიყო, არარეალური აღმოჩნდა. ჩვენ შეგვიძლია საერთო თამაშის წესებში ვიმოქმედოთ და აქ მივახციოთ ჩვენს მიზნებს, მაგრამ ზვიად ითვლიდა, რომ ქედის მოდრეკა შეიძლება არავის დედამეტი ზურგს. ეს ისე მე ამიტომ მიყვარს ზვიად ცხადია მეს და ბერს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკოსის ლოზუნგი, შეიძლება იყოს პოლიტოლოგიის, ან იდეოლოგიის. მაგრამ პოლიტიკური პრაქტიკის თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ. თბილისში ვითარება თვითითღე მწვავდებოდა. მიტინგები და მანიფესტაციები მთელ ქალაქს მოედო. ხელისუფლება ვერ აიტანდა უზენაეს საბჭოდან 3 კილომეტრში ტელევიზიასთან შეიარაღებული ოპოზიციის ყოფნას. გამსახურდიას მთავრობა გადამჭრელი ზომების გატარებისათვის ემზადებოდა. იმ დღეებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხელისუფლებამ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, ვინც ტელევიზიასთან ცხოვრობდა, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ბრძოლისთვის მოემზადა კიტოვანის გვარდიაც. И у нас оборона держится на уровне. Мы сейчас ультиматум предъявили. Пушкина селена прямо на дворец спорта. Если они не освободят в течение часа это здание, то мы тогда должны предпринять меры. შენ თუ არა შენ სამომავლობაზე პატიოსებს დანაშაული ეს ბოლო რჩევა მაინც მიიღეს ვიარ საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ცენტრში დროებით თავიდან იქნა აცილებული. მოლაპარაკებებზე, რომლის შუამავალი საქართველოს საპატრიარქო იყო, კიტოვანმა და მერაბ კოსტავას გასამხედროებულმა საზოგადოებამ თანხმობა განაცხადეს თბილისიდან გასულიყვნენ. სხვა შორის ხელსაწერენ არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ხელსაწერენ საპატრიარქოს მხრიდან სასულიერო პირები, მათ შორის ბატონი მაშინდელი პრეზიდენტის თან დაახლოებული სასულიერო პირიც აწერს მას ხელს, რომ ესე იგი ხელშეუხებელი იქნებოდა ბატონი თენგიზი გადაადგილების დროს. მაგრამ შემდეგ ხდება თავდასხმა ეს ცნობილი ფაქტი და ფაქტიურად უკვე იწყება ისეთი პროცესები, რომ საპატრიარქო ფაქტიურად ქმედით უნარიანი ვეღარ აღმოჩნდა იმისათვის, რომ კლავიმეორებ თავიდან აცილებულიყო შემდგომ სისხლის ხრა. უჩის მავაჟა ადამიანს თავის ფანტასთან ერთად დასტოვა ქალაქი. კიდოვანის ბანდა ემზადება დასასვლელად. Yes,
3 ოქტომბერს გვარდიის რამოდენიმე ასეულმა დატოვა დისლოკაციის ადგილი და თბილისის ზღვაზე გადაინაცვლა. მათ შემოგარენში თავდაცვითი პოზიციები დაიჭირეს. აი ეს გიხსნით თქვენ, იარესი. 4 ოქტომბერს სამთავრობო ნაწილებმა მეამბოხი გვარდიელების წინააღმდეგ შეტევა განახორციელეს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა საბოლოოდ აღეკვეთა მეამბოხის სამხედროების დაუმორჩილებლობა. შეტაკებას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. თბილისის ზღვაზე მომხდარმა მოვლენამ ვითარება უფრო გაამწვავა. მომხდარ კონფლიქტს დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე ხალხის გამოსვლა მოჰყვა. დიდი რაოდენობით ხალხმა მოეყარა თავი თბილისის ზღვაზეც. ვა, პიტოვანმა. ესენი გიზია, თქვენი ცოდნით. ეს ადმინისტრაცია, რომელიც გადარჩება დანაშაულს, ფსიქიატრული ცნობით იქნება ზვიად გამოსახულია. დანარჩენს ყველას პასუხი მოეთხოვება. უმრავლესობიან უმცირესობიანად ეს იცოდა. ეს პასუხი იქნება უმკაცრეს. უმკაცრეს. ეს იცოდა. აქცეს უკვე დაიბარა ეს. დაძაბული სიტუაცია იმავე ღამეს რუსთაველზე პრეზიდენტის მომხრეებისა და ოპოზიციას შორის შეტაკებით დასრულდა. შეტაკება გამზრიდან ოპოზიციის გარეკვით დამთავრდა. ინციდენტს არც აქ შეუძლია უმსხვერპლოდ. დაიღუპა პრეზიდენტის ერთი მომხრე. გითხარით, წადი, გადაეცეთ, ჩვენი არაფერს არ დავყარ. დედას მოუთხრა მე მაგას. იცოდე, აი ბოლომდე ვებრძოლები. სანამ ეცოცხალევა და ეს გვარდიელი ერთ-ერთი გვარდიელი იქნება, მაგას სისხლს ამოღებ. 4-5 ოქტომბრის მოვლენების გამო სასწრაფოდ მოწვეული იქნა უზენაესი საბჭოს სესია. ხელისუფლება მოითხოვდა მომხდარს პუტჩის შეფასება მისცემოდა, რასაც ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია. მათი არგუმენტები, თუ ოპოზიციის ქმედებას ასეთ შეფასებას მისცემდნენ, მაშინ მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ფაქტურად ეს ჩვენი დაპირისპირება და ჩვენი მცდელობა, რომ რაღაცა შეცვლილიყო ქვეყანაში და ასე ვთქვათ, კრიტიკა იმისა, რაც გამსახურდიას ხელისუფლებას ახდდა, რაც გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ იყო, ეს ფაქტურად აღმოჩნდა იმის იდეოლოგიური შემზადება, რაც შემდეგ 21 დეკემბრიდან დაიწყო საქართველოში ღია სახელმწიფო გადატრიალებით. სამწუხაროდ ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა იყო ის საპარლამენტო ოპოზიციაზე მაგ ისევ საუბარი, რომ ის საკმაოდ კაცრად და მე ვფიქრობ სწორად აფასებდა გამსახურდიას იმდროინდელ მოღვაწეობას, მაგრამ ასეთივე მკაცრ შეფასებას არ აძლევდა მეორე მხარეს, რომელიც იარაღით ხელში იდგა. უზენაეს საბჭოში დაძაბული სიტუაცია ვითარებას ქუჩაში წართულებდა. შენობა გარშემორტყმული იყო ხელისუფლების მხარდამჭერებით, რომლებიც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ. თითქოს ჩვენ ვიბრძოდით დემოკრატიისათვის, არა? და მივედით იქამდე მივედით უცბად, რომ არის რაღაცა ერთი აზრი და სხვა აზრი აღარ შეიძლება რომ იყოს. აი სხვა აზრი იყო მოღალატეთა აზრი. აი ეს სიტყვა ფიგურირებდა სულ. 5 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში მოვლენები ოდნავ ჩაცხრა. ოპოზიციის ძირითად დასაყრდენად თბილისის ზღვა იქცა. ხელისუფლების გადაყენების მომხრეები ყოველდღიურად აქ იკრიბებოდნენ და გეგმავდნენ შემდგომ ნაბიჯებს. გააქტიურდა კავშირები საქართველოს საზღვრებს მიღმა. დაიწყო გაუთავებელი მოლაპარაკებები და კონსულტაციები რუსეთისა და დასავლეთის იმ წრეებთან, ვისთვისაც გამსახურდიას ფიგურა მიუღებელი იყო. თბილისის ზღვაზე დაბანაკებული გვარდია საბრძოლო არსენალის გაუმჯობესებაზე ინტენსიურად ზრუნავდა. მომწოდებელი როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე ოპოზიციისათვის ერთი და იგივე იყო. ამიერკავკასიაში საბჭოთა არმიის სამხედრო შტაბი, რომელიც თბილისში იყო განთავსებული. საქართველოში აქტიურად მუშაობდა დასავლეთიც. ამ სამყაროს კავკასიაში სჭირდებოდა ისეთი პიროვნება, რომელიც მათთვის მისაღები პარტნიორი იქნებოდა. გამსახურდია არ იყო ის ფიგურა, ვისთანაც დასავლეთის სახელმწიფოები თანამშრომლობას შეძლებდნენ. აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მე ვიყავი ამერიკის საელჩოში. მაშინ საქართველოს ჯერ აღიარებული არ იყო ამერიკის მიერ დიპლომატიურად, მაგრამ წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს კურირებდა, უკვე არსებობდა. ესე იგი იყო ახალგაზრდა ქალი იყო, არ მახსოვს მისი ახლა გვარი და სახელი. შევხვდი და მას ვესაუბრე ისე, აი რას ფიქრობ თქვენ, როგორ და რა ვითარება იქნება ჩვენს ასე ვთქვათ სახელმწიფოში. მათ დაუფარავად, ესე იგი, ასე მითხრა პირდაპირ, რომ
თქვენ აღიარებას დასავლეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან არ მიიღებთ. არ იქნება აღიარება თქვენი, ვიდრე სახელმწიფოს, ესე იგი შევარდნაძის კურსზე არ დადგებით. 7 დეკემბერს რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც ახალი გაერთიანების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნა მოჰყვა. ამ გაერთიანებაში თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკა გაერთიანდა, ბალტიისპირეთისა და საქართველოს გარდა. საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად გაუქმდა. პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი კრემლიდან ახორციელებდა თითქმის დაშლილი ქვეყნის მართვას. საქართველო კვლავ დამოუკიდებლად პარტნიორების გარეშე აგრძელებდა პოლიტიკურ თამაშს. თუმცა დასავლეთის ქვეყნებისაგან ისევ დაჟინებით მოითხოვდა ეღიარებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. საერთაშორისო ასპარეზზე გამსახურდიას ხელისუფლების გართულებულ ვითარებას დეკემბრის თვეში საშინაო პრობლემების ახალი ტალღა მოჰყვა. ოპოზიციის მიტინგები ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით განახლდა. მიტინგებს უკვე თბილისის ზღვაზე დაბანაკებული გვარდიელები იწევდნენ. 21 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი ჩატარდა, რასაც მთავრობის სახლის მიმართულებით მსვლელობა მოჰყვა. მომიტინგეები სასტუმრო თბილისთან ჩაყენებული ავტობუსების გაყვანას ითხოვდნენ, რათა ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგები გაერთიანებულიყო. მოგვიანებით ოპოზიციონერებმა ჩახერგილი ავტობუსები გადაათრიეს და დაპირისპირებული მხარეები ბარიერის გარეშე დარჩნენ ერთმანეთთან. $22 დეკემბერს დაახლოებით დილის 8 ნახევარზე მოულოდნელად საშინელი სროლა აღდგა. თბილისში ომი დაიწყო. მე როგორ ქალბატონი ლელე ეს მანანას და ზვიადი იყო სახში თორმე სადილობდა და გამოვიდა ეს ქალბატონი ლელე და უთხრა რა ზიხართ აქო თქვენო ეს შინაგან ჯარებს და იმას ეს როლით უყოლას მიდიოტე მაიღეს და გამოვიდნენ და დაიწყო სროლა თავქოდ მოგლეჯილი ჩამოვარდა საწყალი ზვიად თურმე. რასაკვირველია ჩვენ პირველი გადაწყვეტილება იყო გასვლა და დაბრუნებულიყავით თბილისის ზღვაზე, მაგრამ იმდენად იცხრილებოდა მაშინ რუსთავის გამზირი, რომ იქ მანქანით გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ გადავწყვეტეთ გადავსულიყავით ბახით პირდაპირ და სასტუმრო თბილისისთვის შეგვეფარებია თავი. ასეც მოხდა. გვარდია მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა თბილისში. პირველივე გასვლას ორივე მხრიდან სროპლი მოხდა. ორ დაპირისპირებულ ბანაკს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვას შეეცადა. გამსახურდიას მომხრე გვარდიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბესიკ ქუთათელაძე უზენაესი საბჭოს წევრთან ზვიად ძიძიგურთან ერთად სასტუმრო თბილისში შეხვდა თენგის სიგუას. ესე იგი ესენი თანახმარიან, ესე იგი სროლაზე და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, თუ კი ზვიად გამსახურდია წავა ბათუმში. ესეთი იყო ამ პირველი მოლაპარაკების შედეგი და როდესაც ზვიად გამსახურდიას უთხრა შემდეგ ბესომ რომ ბათუმში წასვლაზე იყო ლაპარაკი და ეს ყველაფერი თბილისში დამთავრდებოდა, ზვიად გამსახურდიამ ბათუმში წასვლაზე თანხმობა განაცხადა. შემდეგ ეს არასწორად იქნა გაშუქებული და გაჟღერებული, თითქოს ზვიად გამსახურდიამ თანხმობა განაცხადა პრეზიდენტობიდან წასვლაზე. და ბათუმში წასვლაზე იყო ლაპარაკი, თუმცა მეორე დღეს უკვე როდესაც ქუთათელაძე დაუკავშირდა მეამბოხეების შტაბს, იქიდან უკვე ულტიმატუმის ფორმა იცვალა და პირდაპირ განაცხადეს, რომ ყველანი გავსულიყავით თეთრი დროშები და ჩავბარებოდით. ჩვენ მივედით სატელევიზიო საუფრის დროს იმ დასკვნამდე, რომ ის დატოვებდა თბილისს. მოვილაპარაკეთ ყველა პირობებზე, როდის, რა დროს, რომელი თვითმფრინავი, სად იქნებოდა ეს თვითმფრინავი გამზადებული, ყველაფერზე იყო მოლაპარაკება. ბატონი ბესო ქუთათელაძე დაბრუნდა მთავრობის სახლში. დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ ისევ სატელეფონო ზარია
და გამსახურდია მოითხოვს დროს. აი დათქმულ დროს ვერ ვეტევითო მეუღლე გახდაო, ცუდათო რაღაც მკურნალობაო, ჩასატარებელი და მოითხოვა ამ ვადის გადაწევა. რასაკვირველია თანხმობა მიიღო. ამ დროს ხო მოლაპარაკებაც არის, რომ არავით არის სროლა. სანამ ეს მოლაპარაკებები მიდის, მართლა შეწყდა სროლები და ორივე მხარე ასრულებდა ამ იმას პირობას. საღამოს გვიან იყო უკვე 6 თუ 7 საათზე შესდგა მესამე სატელეფონო საუბარი, რომლის ძირითადი შინაარსი ასეთი იყო, რომ თურმე ეს საკითხი მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ ყოფილაო და ჩვენი მოლაპარაკებას უკვე არავითარი ძალა არ აქვს. 22 დეკემბრისათვის მთავრობის სახლს 2000-მდე შეიარაღებული მეომარი იწევდა. ხოლო ოპოზიციას რამოდენიმე ათეული ჯარისკაცი უმაგრებდა ზოგს. გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი თბილისის ზღვიდან ჩამოსვლას ვერ ბედავდა. მეამბოხეები 23 დეკემბრამდე ამაოდ ცხოვდნენ მას გვარდია რუსთაველზე გამოეყვანა. მე წავედი, ესე იგი, 2 მანქანა ტყეწამალი ვიყიდე მახსოვს. და პატარა ბიჭი იყო ერთი ამოვარდა და მითხრა რომ ბატია გაგვითავდა ტყეწამალი დავდექით, აი თითებზე და მოუთხარი აი 2 მანქანა დავზე და წავედი და ჩავედი. ეს თქვენი ხალხი ამდენი იყო თუ გქონდათ? ჩვენი კაცი იყო 120 კაცი სულ და მაგრამ 80 ჩავედი თბილისის ზღვაზე, მაგრამ მე ჩვენ მოგვიმატა თბილისლები, რომელიც ძველი გვარდიელები, რომელიც გასული იყვნენ, ესა ყველა მოგვიმატა და აქვე 600 კაცამდე შევექილით მე. ზიადას ყავდა მაშინ 4551 კაცი. რა ვიცი, 1-2 დღე ზღვაზე იდგა და რაღაცას ელოდებოდა, რას ელოდებოდა არ ვიცი, მაგრამ მე ჩვენ ზეგავლენა მოახდინე და მე ჩამოვიდა ქვემოთ. ძალიან დიდი რაკეტა ჩამოიტანა, ერთი რაღაცა რაკეტა. ხო და იქათა მხარეს მიჩნეული ჰქონდათ, რომ ეს უზენაეს საბჭოს შენობა არის ქაჯეთის ციხე. 23 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს კვლავ მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტის მომხრეებმა პატრიარქს თხოვეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამღვდელოება თეთრი დროშებით ჩამდგარიყო. კი ბატონო, თქვათ პრეზიდენტი მხარე არ ისვრის, ასევე ოპოზიციის მხარე თავის სულიერი მამის და ეკლესიის წარმომადგენელთა მიმართულებით იარაღს. ჩვენ ქვეყანა ფლობდა სრულ სიტუაციას იმ დროისაც, რომ ადგილი არ ქონოდა ისეთ პროვოკაციას, როდესაც ვიღაცა საქართველოს პატრიარქს ნებისმიერს ესროდა და ეს უფრო მეტად გამოიწვევდა, უფრო მეტად გაამძაფრებდა დაძაბულობას და საერთოდ უმართავდა ქაოს სიტუაციას, გაორმაგებდა იმ სიმძიმეს, იმ ვითარებას, რომელიც ფაქტიურად არსებობდა იმ დროისათვის და სხვადასხვის ბატონი ზვიადი ეს გაიგო შემდეგ და ამ ფაქტიურად მხარი არ დაუჭირა საბოლოოდ ამ მოსაზრებას. თბილისის ომის განმავლობაში ზვიად გამსახურდია და მთელი ხელისუფლება მთავრობის სახლის ამუზარმაზარ სარდაფში აფარებდა თავს. ეს სასადილოა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბებოდა ყოველდღიურად. უამრავ ლაბირინთებს შორის არსებული ეს გვირაბი აერთებს იმ ოთახს, სადაც პრეზიდენტი გამსახურდია ათენებდა ღამეებს. მთავრობის სახლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ტყვეების მიერ ისე იქნა აშენებული, რომ მისი სარდაფები ომის დროს უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. ცივი ომის დროს დაიწყო და ვეღარ მოესწრო მთავრობის სახლიდან მეტროპოლიტენამდე საიდუმლო გვირაბის მშენებლობაც. ომის დროს შენობის სახურავზე თენგიზ კიტოვანის სამხედრო ვერტმფრენის მიერ ბენზინის კასრის ჩამოგდებას და შენობის დაბომბვას არ შეეძლო მის ღრმა სარდაფებში შეაბარებულთათვის საფრთხე შეექმნა. პირველ პერიოდში საბრძოლო უპირატესობა ხელისუფლების მომხრეებმა აიღეს ხელში. შეტევის შედეგად ოპოზიციამ დათმო სასტუმრო თბილისი და თითქმის მთელი რუსთაველის გამზირი. მიუხედავად პირველი საბრძოლო წარმატებისა, ინიციატივა შენარჩუნებული ვერ იქნა. მთავრობის სახლის სარდაფებში შეფარებული ხელმძღვანელობა არ ფლობდა რეალურ სურათს არათუ ქვეყანაში შექმნის სიტუაციაზე, არამედ ისიც კი არ იცოდა თუ რა ხდებოდა დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე.
რამდენიმეჯერ შევედი ზვიათთან და უთხარი რომ ის იყო აბსოლუტური ტყუილი, როდესაც აცხადებდნენ რომ დასახმარებლად, მთავრობის დასახმარებლად მოდიოდა დასავლეთიდან 10000-იანი კოლონა, 5000-იანი კოლონა, 3000-იანი კოლონა. ეს იყო ერთგვარი, ესე იგი, შეგნებული, ესე იგი, შემოგდებული ტყუილები იყო, რომლითაც რაღაცა ჩვენი ყალბი ილუზორული რაღაცა იმედები უნდა შევქმნოდა. იყო ესეთი საუბარიც, რომ ეპიტაშვილი წამოვიდა სამაჩაბლოდან დიდი რაოდენობით წამოიყვანა მებრძოლები მხარდასაჭერად და შემდეგ გაირკვა, რომ ეპიტაშვილი თურმე წვერი გაუპარსავი ვერ მივიდოდა ზვიათთან და წვერის გასაპარსად სახლში შეიარა და დღესაც მე მგონი იქ დარჩა სახლში და იმის მერე არ ჩამოსულა. იყო ლაპარაკი იმაზე, იყო ლაპარაკი, კი არა, ზვიათ გამსახურდია სერიოზულად ელოდებოდა ასლან აბაშიძისაგან დახმარებას, როგორც იარაღით და მატერიალურ დახმარებას, ასევე ცოცხალი ძალით დახმარებასაც ელოდებოდა. ელოდებოდა გეუბნებით 22 დეკემბრიდან 6 იანვრამდე. მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე გააფთრებული ბრძოლები მიდიოდა, 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა. საბჭოთა კავშირმა ფუნქციონირება ოფიციალურად შეწყვიტა. ზუსტად ერთ დღეში საქართველოს მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ სცნო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება 70 წლიანი ანექსიის შემდეგ იმ დღეებში მიიღო, როდესაც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ რამოდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი. დავრეკეთ ბატონ ზვიათთან, ბატონ ასლანისაგან ვესაუბრეთ. ზვიათი უცნაურად რა ხდება მეთქი და ხოცავენ ხალხს ეს არა გარეწრებიო. ზვიათმა ცუდი სიტყვები არ იცოდა. საერთოდ ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლება ზვიათს ეთქვა. რა ხდება მეთქი, აი ესე მოკლეს რამდენიმე კაცო და აი ზარბაზებს ისვრიან ასეთი მდგომარეობაა და ჩვენც პასუხობ იძულებული ვართ. რა ხდება მეთქი და აგაგიო მეთქე შენ რო იცოდეო, როგორც ჩანსო და მითხრესო რომ მოსკოვია უცხადიაო და SNG-ში შესვლაზეა ყველაფერი დამოკიდებული და ამბობენ ზეპირი განცხადებაც კი ეყოფა ამის შეჩერებას და იმად განადგურებას. რა სიტყვია შენ მომეთქე? ბატონ ზვიათ მე ვთქარ მე ხა წამოვალ. აქედან როგორ გითხრათ მეთქე, მე წინააღმდეგი ვარ, მაგრამ იქნება საქმეს უფუჭდება ხო? და ხა ჩემ განწყობაზე ხარ უნდა იყოს, მე ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ჩამოვალ, ავწონოთ ინფორმაცია მოგროვდეს და იქნება რაღაცა არგუმენტები არსებობს ამის სასარგებლოთაც მეთქე. კარგი, მაშინ შენ მოიჩქარებ ჩამოსვლას. თავრობის სახლიდან შეტევები დეკემბრის ბოლოს გააქტიურდა. მოწინააღმდეგე მხარეს პოზიციებს რამოდენიმე ათეული ადამიანი გაუმაგრებდა. თავისუფლების მოედნის მხარე დატოვა მერაბ კოსტავას საზოგადოების შეიარაღებულმა რაზმაც, რის გამოც ოპოზიციას ამ ადგილას მხოლოდ 15-მდე მებრძოლიღა შემორჩა. ოპოზიციის დამარცხება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ პროცესში გარდატეხა ორმა ფაქტორმა შეიტანა. უშიშროების ციხიდან სხვადასხვა პოლიტპატრონებთან ერთად გათავისუფლებული იქნა ზვიად გამსახურდიას ოპოზიციონერი, შეიარაღებული ფორმირება მხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი. და იმავე დღეებში ამიერკავკასიაში განლაგებულმა რუსეთის შტაბმა საწყობებიდან იარაღის მარაგით შეავსო ოპოზიციის არსენალი. იმ ღამეს ისე რომ გამოსულიყვენ სხვათა შორის, ჩემი გათავისუფლების ისე რომ გამოსულიყვენ ბუნკერიდან, ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა. იმათ შეკიტვას ქონდა 120 კაცი ყოლია სულ და 120 კაცი დაიწყო, რისიმენდი დაიწყო, მე არ ვიცი. ის გვარდიელები 120 კაცი და ზარბაზანი უხეთქია იქ და დაუწყე. მეორე დღეს მოვიდა 200 მხედრიონელი მოვიდა მეორე დღესვე. შეკიტვანი მოვიდა, რამდენი კაცი მოვიდა, მე ვთქვა 200, არა კარგია. მესამე დღეს 700 კაცი მოვიდა. მე всё დამთავრდა უკვე. დეკემბრის ბოლოს ზვიად გამსახურდიას თხოვნით ბაქოში ჩავიდა აჭარის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე. გამსახურდია თანხმობას აცხადებდა საქართველოს შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რის სანაცვლოდაც მხარდაჭერას ითხოვდა. აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან შუამავლობას თხოვდა. პრეზიდენტ მუთალიბოვისა და ბორის ელცინის საუბარმა შედეგი არ მოიტანა. უშედეგო აღმოჩნდა აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურორის ვაჟა აბაკელიას მიერ მოსკოვთან გამართული კონსულტაციები. რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში გამსახურდიას პრეზიდენტობა არ აწყობდა. ილოცავთ ახალწელს, მეგობრებო. მე ვთქვათ, ჩვენი მტრები გაანადგუროს ამ ახალწელს.
ახალი წლის შემდეგ ხელისუფლების საქმე უკან და უკან წავიდა. უზარმაზარი სამხედრო ძალა პრეზიდენტს თხითი დღე ეცლებოდა. მოსახლეობისადმი გაკეთებულმა მოწოდებებმა გამოსულიყვნენ და მთავრობის სახლი დაეცვათ მეამბოხეებისაგან, შედეგი ვერ მოიტანა. ხელისუფლება კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დილარ ხაბულიანმა სვანებს მოუყარა თავი ქორწინების სასახლეში, მაშინ 300-400 კაცი იყო, მოითხოვა მათთვის ავტომატები, მიცა თავისი ეგიდით, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიდით გადასცა მას ეს ავტომატები. ყველა შემდეგ ესენი წავიდნენ და დაეცნენ ტაქსოპარკი გაძარცვეს, ყველა თითო მანქანა იშოვა, აი ამ ეგრეთ წოდებულმა ბაევიკებმა და მებრძოლებმა და მთავრობის სახლის დამცველებმა და მაშინ, როდესაც ისინი შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ, უნდა გაენთავისუფლებიათ თბილისის ქუჩები მეამბოხეებისაგან, მაშინ დაჯდნენ თავიანთ მანქანებზე და გაუჩინარდნენ ღმერთმაეცის საათ. წავიდნენ და ფაქტიურად მუდმივად ღალატს ჰქონდა ადგილი. 2 იანვარს ამბოხებულებმა გამსახურდიას ხელისუფლება დამხობილად გამოაცხადეს და სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება. სამხედრო საბჭოში შევიდნენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი. ზიყარაკ მე ვთხარ ეგრე სად არის ჯო რა ყაჩაღები ვართ ვინა ვართ ქვეყანაში არ არის რავინ მართლობა ანარქია იწყება რა საკეთებ დავიღოთ პასუხისგებლობა მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისგებლობა წერ თამთავხდა ეს თვალ ჩავიყვაჭუნა ეგრე დავწერეთ ისა დავიღეთ და შეუთვალე მე იმას რომ კაცო წადი მეთქი 1992 წლის 2 იანვრიდან პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ უზურპირებული ხელისუფლება დამხობილია. საქართველოში ძალაუფლებას ხელში იღებს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო. სამხედრო საბჭომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და დაითხოვა პარლამენტი. საქართველოს სახელმწიფო მართვის ყველა სტრუქტურა ემორჩილება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა ბატონ თენგიზ სიგუას. სამხედრო საბჭოს სახელით თენგიზ китовани, Джаба Йоселიანი. Вся мафия Тбилисская их снабжает. Это фактически бунт мафии, понимаете? И бунт бывших коммунистов. Ну, вы же знаете, что мы Компартию запретили, всех депутатов коммунистов вывели из парламента. Это реванш. Сейчас они соединились вот с этими бандитскими группами, с мафией, и вместе пошли сейчас в наступление. Ор იანვარს სამხედრო საბჭომ თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აიკრძალა მიტინგები და დემონსტრაციები. ხოლო 23 საათიდან 6 საათამდე ქალაქში გამოსვლა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გიორგი ყარყარაშვილი. სამხედრო საბჭომ ძალაუფლების აღების გამოცხადებიდან მეორე დღესვე დახვრიტა გამსახურდიას მომხრეთა მიტინგი, რომელიც მეტრო დიდუბესთან ტარდებოდა. მათ დახოცეს უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ დაარბიეს მიტინგი დღეს 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან, დახოცეს ხალხი და დაჭრეს. ამასთან მათ დახურეს გაზეთები, გააუქმეს ყველა გაზეთი. ხელში ჩაიგდეს ტელევიზია და ცალმხრივად აშუქებენ მოვლენებს. ესე იგი ისინი დემოკრატიის ნამდვილი მტრები არიან. ვინ არიან ისინი? ესენი არიან იმპერიული ძალების აგენტურა, რომელსაც სურს საქართველოს კვლავ დააბრუნონ იმპერიულ მონობაში და დააკარგვინონ მას დამოუკიდებლობა. დავირაზმოთ მეგობრებო, დავირაზმოთ ჩვენი დამოუკიდებლობის გადასარჩენად, დავირაზმოთ საქართველოს გადასარჩენად და ღმერთი იქნება ჩვენთან. გავგზავნე მე იქ ხალხი, მე გავგზავნე მე რომ მე ვთხარი ის მიტინგი აქ არ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ აქ ომია გაჩაღებული. გაქანებული ომია და ეხლა მიტინგი უნდა შემოვიდეს აქ აი როგორ უნდა მოხდეს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. მაშინ უნდა წავიდეთ ციხეში დავждეთ ისე. რადროს მიტინგი აქ არის სროლა, ორმხრივი სროლა. აი გეკითხებით, რა უნდა გავგეკეთებია ჩვენ. უნდა წავსულიყავით ციხეში და ალდა უნდა ჩავბარებოდეთ იმ მიტინგს. აი ეს არის სისულელია. უთხარით დაიშალეთ ერთხელ ორჯერ ასე, მე ჰაერში ისროლეს, იმათმაც ისროლეს და იქიდან იყო ერთი დაჭერ როგორც მე ვიცი და ეს უწყოილია რასაც ეგ ლაპარაკობენ და ამას პასუხს ვაგებ მე ამაზე.
ომის დღეებში გროზნოდან თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც რამოდენიმე ათეული შეიარაღებული ჩეჩენი იმყოფებოდა. მათი განაცხადით, ისინი მოლაპარაკებების მიზნით იყვნენ ჩამოსულები. თუმცა მათ ჩამოსვლას პოზიტიური შედეგები არ მოუტანია. ისევე როგორც უშედეგო აღმოჩნდა სომეხ პარლამენტართა ვიზიტიც. ეგენი მოვიდნენ ჩვენთან და კრიტოვანმა უთხრა ჩაგვმარდესო თორე ჩვენ ახლა ახალი იარაღები გვაქვს რაღაც ესულები როგორ თუ გიარჯეროთ წამოდით განახლებთ. მე ვთქვა რა იარაღებს ელაპარაკები კაცო ეგენი სხვა რამეზე არიან მოსული რა ის. ხო და შეუთვალეთ რომ უთხრეს რომ გავიდეს წავიდეს თქო და ესენი წავიდნენ ბუნკერში ჩვენ ეგენი შეუშვით არ წინაღმდეგობა არ გაუწიეთ. იყვნენ მაგას და ბუნკერში და ეთყობა მაშინ მოილაპარაკეს მაგათმა გაქცევის ამბავი და წავიდა მაგრამ ერევანში არ შეუშვეს. 4 იანვარს სამხედრო საბჭომ გაუქმებულად გამოაცხადა პრეფექტურები და რაიონებში ხელისუფლება სამხედრო საბჭოს დროებით რწმუნებულებს გადასცა. მთავრობის სახლი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. ბუნკერში სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა. იყო თვითმკვლელობის ფაქტიც. ნერვულ დაძაბულობას პანიკის შემთხვევებიც ერთვოდა. მოგელანდებით ხოლმე. თქვენ იცით რა? თქვენ შეიძლება 3 დღეში, თქვენ თუ აქ შემოხვედით, 3 დღეში გადავარდეთ ერთ-ერთი ფანჯრიდან, ბატონო თენგიზ, იმიტომ რომ მე მოვალ თქვენთან. და თქვენ დემოკრატიის ნიღბით მოსულო ინტელიგენცია, ირინე სარიშვილო, ირინა მოგიწევს გადაკეთება ირინეთ შენი სახელისა. მოგიწევს შეფარისეველო. გურამ გეგეშიძევ, შენ მოგელანდები, შენ სარცოდავო. ბუნკერში გამოწყდებული ხელისუფლება არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა გარეთ არსებულ სიტუაციაზე. ვითარებას ისიც არ თულებდა, რომ გამოერთო ყველა ტელეფონი. პრეზიდენტის ირგვლივ მხოლოდ ჭორების დონეზე კეთდებოდა ინფორმაცია. ბოლო დღეებში ზვიად გამსახურდიას მხოლოდ 130-მდე მებრძოლიღა შემორჩა. ბოლოს შევედი მე 5 იანვარი იქნებოდა დაახლოებით, 5 იყო ალბათ და უთხარი რომ ბატონო ზვიად აქ არის მხოლოდ 120 კაცი შეიარაღებული, ისინიც არ იქნებიან 2 დღის შემდეგ. უკვე ბოტანიკურ ბაღში ქონდათ ატანილი მათ გაუბიცები და იქიდან გვიშენდნენ, ფაქტიურად 4-ვე მხრიდან უკვე ალყაში ვიყავით და უკვე მიდიოდა გამუდმებული დაბომბვა მთავრობის სახლისა და ფაქტიურად ჩვენს საშველი არ ქონდა და მე შევთავაზე მაშინ ზვიადს უთხარი რომ ჩვენ იქნებ გადავსულიყავით დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში და იქიდან მოგვეხერხებია ორგანიზება ყველაფერი იმისა, რომ ეს ამბები შემწყდარიყო საქართველოში და მშვიდობიანი გზითაც წასულიყო და შენარჩუნება მომხდარიყო ხელისუფლებისა. ექვსში ეს შემატყობინეს მითხრეს, რომ 2 ბეტერი მივიდა იქიდან მაგის სახში ხამის 2 საათზე და გამიდიანო. შინაგან საქმე და სამი ჩემნა ბიჭებაც მითხრეს, მაგრამ შინაგან საქმე და სამინისტროდანაც დამირეკეს, რომ გადის გარბისო. წავიდეს მე ვთხარი და იქ გავაფრთხილე, იქ ჩვენ ხო ალყა გქონდა მაგის და გავაფრთხილე, რომ იქით მხარე გავუშვით მე ვთხარი და მასავქენი რა. წავიდა რა. გასაოცარია, მე არც მეგონა, მოდი დღეა თქვათ რა, ყველამ გაყიდა საწყალი პრეზიდენტი, ყველამ გაყიდა. მოდი დღეს რაც არ უნდა იმართონ თავი უშიშროებამაც, პროკურატურამაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და იმ ხალხმაც, რომელიც თითქოს მისი უერთგულესი იყო. მე ხო ძალიან მიჭირს გვარების დასახელება და არც დავასახელებ, რომ 1 საათი არ გავიდოდა, რომ არ მოსულიყო ახალ ინფორმაცია რა ხდებოდა შიგ ეგრეთ წოდებულ ბუნკერში. 6 იანვარს გამთენიისას ზვიად გამსახურდიან ოჯახთან და დაახლოებით 150 მოხვრესთან ერთად თბილისი დატოვა. ხელისუფლება ქუთაისში გამაგრებასა და პროცესების გაკონტროლებას იქიდან გეგმავდა. ერთი ავტობუსი მთავრობის სახლიდან არაორგანიზებულობის გამო ადრე გავიდა და სანაპიროსკენ დაეშვა. მეტეხის ხიდთან ჩასაფრებულმა გვარდიელებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამ სროლის შედეგად ჩამოწყვეტილი იყო ტროლეიბუსების ხაზები და ეს 600 ვოლტიანი, ესე იგი ძაბვა გადადიოდა პირდაპირ ავტობუსში და მახსოვს როგორ ძაგძაგით ცვიოდნენ დაჭრილები ამ დამსხრეული იმიდან ავტობუსის ფანჯრებიდან რა ცვიოდნენ ძაგძაგით რა და შემდეგ რაღაც მანქანა გავაქანეთ და დავაჯახეთ ამ ტროლეიბუსის ხაზებს, რომელიც დაბლა იყო ჩამოწეული და ამ მანქანით ისავქენით მოვაშორეთ და მე შევედით ავტობუსში და ნახეთ, მაგრამ რა ვნახეთ რა დახოცილი ხალხი და დაჭრილები
იქ ჩვენ არ ვიცოდით რომ ისინი იქ იყვნენ რა, ისინი მომთაბარე ის იყო რა, ჯგუფი, რომელიც ხან ზემოთ ადიოდა, ხან ქვემოთ ადიოდა, რომ ქალაქში რამე არ ყოფილიყო რა. ხო და ისინი შეეფეთენ იმას იქა რა, ნუ დაწყეს იმათ. კოლონას ხელახალისროლა ბარათაშვილის ხიდის მხრიდან დაუწყეს, რის გამოც ზვიად გამსახურდიამ გადაწყვეტილება შეცვალა და პრეზიდენტის ამალად წითელი ხიდისაკენ გაეშურა. გამსახურდიამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა და მეზობელ რესპუბლიკას შეაფარა თავი. თბილისის ომმა, რომელიც 15 დღე გრძელდებოდა, დაპირისპირებულ მხარეთა მხრიდან და მშვიდობიანი მოსახლეობიდან 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთლიანად განადგურდა მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია. უსახლკაროდ დარჩა უამრავი თბილისელი. სახელმწიფომ მილიარდობით მონეტის მატერიალური ზარალი ნახა. თბილისის მოვლენების შემდეგ სამოქალაქო ომის ქარცეცხლი დიდი ხნის მანძილზე არ შეწყვეტილა. გადატრიალება პრაქტიკულად მოახდინა არა საბჭოეთმა, ის უკვე აღარც არსებობდა და გორბაჩოვი ალბათ არ იზამდა ასეთ ზონაზე არ წავიდა და გორბაჩოვი სხვა ტიპის ლიდერი იყო მაინც, უფრო რბილი მეთოდების გადატრიალება პირდაპირ ელცინისაგან მოდიოდა, პირდაპირ იყო ხელმძღვანელი დანიშნული კოორდინატორი ამ საქმეს, ეს გახდათ მაშინდელი ფავორიტი ელცინის გენადი ბურბულეს. ის უწევდა კოორდინაციას მთელ ამ პროცესს. კერძოდ თბილისში გადატრიალებას, მე ტაჯიკეთშიც იყო, აზერბაიჯანშიც იყო. იგივე ზუსტად ტიპიური კრიმინალები იქნებოდნენ, იქ პოლიტიკური ოპოზიცია ჩნდებოდა, ერთიანდებოდნენ და ამხობდნენ. ტიპიური კლასიკა მედიოდა. მოსკოვის ოლქში ტარდებოდა სემინარი 10 წელი ძესლეთ პერესტროიკა, 10 წელი პერესტროიკიდან. სადაც გამოვიდა ბურბულისი რაღაც ილაპარაკა იმ პერიოდზე და მე მქონდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა და მაშინ უთხრა რომ აი ეს კაცი ითვლება ასე ვთქვათ გადატრიალების ერთ-ერთ მამად, რომელიც საქართველოში მოხდა. ჟურნალისტმა დაუსვა ეს შეკითხვა, თქვენო მართლა იღებდით მაგაში მონაწილეობას და მან აბსოლუტურად ღიად იქესრებოდა 14 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი განაცხადა, რომ ის იყო კაცი, რომელმაც დაგეგმა ეს პროცესები და რომელიც მეტად აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მაშინ ბურბულისი იყო რუსეთში მეორე პირი ხელისუფლებაში, ფაქტიური ეს იყო ძირითადი იდეოლოგი ელცინის ადმინისტრაციისა, ელცინის გუნდის, ასე ვთქვათ, ყველაზე გამოკვეთილი წევრი და მას არც დაუმალია, რომ 91 წლის ამბებში ის იღებდა უაქტიურეს მონაწილეობას, რომ ჰქონდა რეალური კონტაქტები საქართველოს ოპოზიციასთან და ის არც მალავს ამას. ეს უკვე მე მივხვდით ჩვენ რომ ეს რაღაც რომ იგეგმებოდა მრავალ მხრივ, მრავალპლანიანი იყო ეს საერთოდ. დაუშვათ ჩვენ თუ პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა აქტიურებინა, იქ პარალელურად იქ გარკვეულ სტრუქტურებს მოდიოდათ რეკომენდაციები, რომ მათ დაუშვათ დარბევა უნდა განეხორციელებინათ, იქ რაღაც მასმედიის წარმომადგენლებს მოდიოდათ ინსტრუქციები, რომ იქ რაღაც მოქმედება უნდა განეხორციელებიათ, რაღაცა აზრი და იდეა უნდა დაიმკვიდრებიათ ქვეყანაში და ეს მასშტაბური გეგმა იყო. აი ამას ეს გავაცნობიერე მე უკვე შემდეგ. რამაში მარტო ჩვენ არ მონაწილეობთ ასე ვთქვათ ამ გეგმაში. და ამას ვიღაცა ხელმძღვანელობდა ერთი კაცი და გეგმა იყო მასშტაბური. ზვიად გამსახურდია აზერბაიჯანში შესვლის შემდეგ ფიქრობდა, რომ იმავე დღეს თვითმფრინავით ქუთაისში ჩავიდოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც აიას მუთალიბოვმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, გამსახურდია მიხვდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტისაგან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ესკორტი სომხეთში გადავიდა და საკურორტო ქალაქ იჯევანში დაბანაკდა. ზვიად გამსახურდია ყავდათ მძევლად იქა სასომხეთის ხელისუფლებას და სანამ დასავლეთ საქართველოში არ მოხდა მძევლად აყვანა ასევე სომხების რაღაცა გარკვეული რაოდენობის რამდენიმე ავტობუსის
დაპატიმრება არ მოხდა, ასე ვთქვათ, მანამდე ზუსტად გამსახურდია, იქიდანაც არ გამოუშვიათ. ერთი თვალსაჩინოებისთვის ერთ რამეს გეტყვი, 3 დღის განმავლობაში ვიყავით ჩვენ იჯევანში, ეს მთიანი საკურორტო ქალაქი არის სასომხეთის, რა, აზერბაიჯანისა და სასომხეთის საზღვარზე. 3 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაგვიმასპინძლდნენ სადილით, რომელიც შედგებოდა რაღაცა ძალიან თევზის კონსერვისაგან და რაღაც ესეთი პროდუქტებისაგან და ესე ვთქვათ რა, იაფფასიანი მდარე პროდუქციისაგან შედგებოდა. სამხედრო საბჭომ სომხეთის ხელისუფლებასთან გამსახურდიას გადაცემის მოთხოვნით მოლაპარაკებები დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ 6 იანვრის შემდეგ მის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სახელმწიფოს ქონების დატაცების მუხლებით საქმე აღიძრა. სომხეთში რამოდენიმე დღიანი ყოფნის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ გროზნოში თავის თანამებრძოლთან ჩეჩნეთის პრეზიდენტთან ჯოხარ დუდაევთან გაქცევა მოახერხა. ზვიად გამსახურდიას გაქცევის მიუხედავად თბილისში მისი მხარდამჭერი აქციები არ შეწყვეტილა. მისმა მომხრეებმა შეკრებები ვაგზალზე დაიწყეს, საიდანაც მთელი ქალაქის მასშტაბით აწყობდნენ მცველებებს. პრეზიდენტის ქვეყნიდან წასვლის მეორე დღესვე სამხედრო საბჭომ მეტროს სადგურ დელისთან კიდევ ერთი მიტინგი დახვრიტა. ვითარება დაეძება დასავლეთ საქართველოში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გამსახურდიას მხარდამჭერები უარს აცხადებდნენ სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებს დამორჩილებოდნენ. სიტუაციის დასარეგულირებლად დასავლეთ საქართველოში ჯაბა იოსელიანი გაემგზავრა. აი ზუსტად იმ დროს, როდესაც ეგ წავიდა გროზნოში, ასეთი ცნობა მოვიდა, რომ გროზნოში კი არა, სოხუმში ჩავიდა ვითომ და სოხუმში იმას. და ამ დროს, ესე იგი, მიტინგი, ძალიან დიდი მიტინგი, ესე იგი 50,000 კაცი ასე თქვეს, რომ დაიძრა ზუგდიდიდან და მოდის ქუთაისში. 50,000 კაცი, რა ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ახლა ესე ქუთაისში უნდა მოვიდა რაღაცა და მე ხელად ეჭვი შემეპარა 50,000 არის, მე იქნება 2-3,000 კაცი და ხო და ესენი აქ რაღაც ლაპარაკობ, მე ვთქვი მე მივდივარ და წავიყვანე ჩემი მხედრიონი იქ. მცირე შეტაკებები მოხდა ფოცსა და სამეგრელოს ზოგიერთ რაიონში, თუმცა მაშინ სამხედრო საბჭომ შეძლო დროებით აღედგინა მმართველობა სამეგრელოს ყველა რაიონში. იანვრის თვეში გააქტიურდნენ საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების მომხრეები. შევარდნაძის ჩამოსვლაზე ჯაბა იოსელიანმა თავიდანვე თანხმობა განაცხადა. თუმცა კიტოვანისა და სიგუასაგან ისინი კატეგორიულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მე მშვენივრად ვიცოდი, რომ ამ სამხედრო საბჭოს ისეთივე პერსპექტივა ელოდა საბოლოო ჯამში, რაც მოვიდა გამსახურდიას. და ქონდა ჩვენ საუბრები მაშინ, ესე იგი თვითონ ამ სამხედრო საბჭოს წევრებთან, რომ ხო არ ვიფიქროთ, აი ესე იგი შევარდნაძის დაბრუნებაზე. შევარდნაძემ გამომიგზავნა თავისი, ასე ვთქვათ, დესპანები. ეს იყო მამალაძე, მაგისის რომ იყო სტეპანოვი, იგივე მამალაძე და ერთი პარტია, იქ ვიღაცა კიდე მაგათ ახვდა. მერე ჩამოვიდა უკრაინელი იყო, მერე მაგის რეფერენტი იყო, დამავიწყდა მე იმის გვარი. მერე აქ მუშაობდა, რომ შევარდნაძე მის წამოიყვანა და ის ხშირად მაგასთან მუშაობდა, უკრაინული გვარი ჰქონდა. ეგ მოვიდა კიდევ ვიღაც დელეგაცია და მე ვთქვი ჯერ პირველ რიგში ჩამოვიდეს, მე ვთქვი როგორც ქართველი კაცი და აქ იყოს დაარსოს პარტია, მე ვთქვი რაღაცა და ყველა გვერდზე დაუდგება რა, დაიწყოს ნოლიდან, მე ვთქვი და შევუწყობთ ხელს. მე ესე ვიზამდი მეთქი, არა, მამალაძე მაგაზე არ ჩამოვა. ხო, აბა რაზე ჩამოვა, მე ვთქვი ისე და ასეთი ვაჭრობა წავიდა. თბილისსა და დასავლეთ საქართველოში დაუმორჩილებლობა არ წყდებოდა. 2 თებერვალს ცირკის სიახლოვეს კიდევ ერთი მიტინგი დაიხვრიტა. მომიტინგეებს მთელი ქალაქის მასშტაბით დასდევდა.
აი ხა შემოიყვანე ნაცი. მეჭიდებით რაიმო, ხალხო, გადაიღო, გამოდი. ხვალიდან გამოცხადდება აი ახალი წესები და ყველაფერი ადგილზე დაიხურიტება. ადგილზე დაიხურიტება პროვოკატორი და გასამართლება საერთო იმას. და ის უკვე მორჩენილია. დემოკრატია არის, იცით რა? დემოკრატიას სიმაგრე ჭირდება. თუ დემოკრატია არ არის მაგარი, ის არის ანარქია. ვინმეს თუ გონია რომ დემოკრატია არის ლობიოობა, ლობიოობა არ არის დემოკრატია. და ჩვენ ვანახებთ რა არის დემოკრატია. თებერვლის ბოლოს ურთიერთობა დაიძაბა ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს შორის. კიტოვანი სამხედროების ხარჯზე გეგმავდა სამხედრო საბჭოს გაფართოებას, რათა ეს სტრუქტურა ხელისუფლების სათავეში დიდი ხნით დამკვიდრებულიყო. საბჭოს თავმჯდომარე ხდებოდა თენგიზ კიტოვანი, ხოლო თანათავმჯდომარე ჯაბა იოსელიანი. მხედრიონის ლიდერისაგან გვარდიის სარდალი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. იოსელიანმა მხედრიონის მობილიზაცია გამოაცხადა. რეალურად შეიქმნა ახალი ომის დაწყების საშიშროება. კიტოვანის ჯგუფი აპირებდა გაეფართოვებია ჩვენი სამხედრო საბჭო და შემოიყვანა იქა ეს გენერალიტეტის ყველა იგი ვთქვი კაცო ეხლა რადოროსე მაგის ეს არის კაცო ჩვენ იქით უნდა წავიდოთ არჩევნები გავაკეთოთ ეხლა კიდე ხელ თავიდან პირველი დღიდან არ გავაკეთეთ ესა მეთქე ეხლა გავაფართოვოთ როგორ შეიძლება ეს არა აქეთ ლაპარაკი ყო ეხლა მე უკვე ხელ ზომები უნდა მიიღო მე ამას არ დაუშვებდი არაფრით არ დაუშვება ეს იმას ნიშნავს უნდა კონფლიქტში შესულიყავი ესე და ამიტომ და მომემზადე კიდეც ამ კონფლიქტს და მე შევარდაძეს ხო შევარდაძეს ველაპარაკე რა ტელეფონით უკვე ეს მამლაძე და ესენი სულ ნამყოფია უკვე და ველაპარაკე თუ ჩამოდიხართ მე ვთხარი არა თუ გადაწყვეტეთ მართლა ჩამოსვლა ეხლა უნდა ჩამოვიდეთ ადრეში მე გვიანი იქნება იმიტომ რომ მე მივიღებ ზომებს და უკვე სხვა სტრუქტურა წავა მე აღარ იქნება ეს რა მე რო ვიჯექ ტელევიზორს უყურებდი ესე გამოაცხადა რომ მე კაცი გაუგზავნეო ედვარდსო მე ჩამოსაყვანავ თუ ჩამოვიდეს აი თვითონ განაცხადა მე სულ გამიგვიდა ჩემს ზოგონე შეეკითხა კაცო აგზანის ასაგზანის მე ვთქვი ედვარდი მეთქი ჯერ მე დამიჭეს მე შენ დაგიჭეს მე ვთქვი ესე აგიხსნათ ყველაფერი იმავე დღეებში გარდა დემოკრატიული კავშირისა რომელიც შევარდნაძეს ღიად უჭერდა მხარს მის საქართველოში დაბრუნებას მხარი დაუჭირა ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამაც. გიორგი ჭანტურია არაპირებდა ხელისუფლების მაშინ რაიმე თანამდებობის დაკავებას, იმიტომ რომ მას ჰქონდა იმდენი ღირსება და იმდენი ზნეობა, რომ რადგან ის აქტიურად უპირისპირდებოდა პრეზიდენტ გამსახურდიას, რომ მაშინვე გამსახურდიას გადადგომის შემდეგ მაშინვე თვითონ ჩაფრენოდა რაიმე პოლიტიკურ სავარძელს. და ამიტომ ის არაპირებდა და ეს ალბათ ზნეობრივად სწორი იყო. ის საერთოდ ზნეობრივი პოლიტიკის დამკვიდრებას ცდილობდა საქართველოში. და ცდილობდა რომ აი ამ რელსებზე ევლოს ქართულ პოლიტიკას მომავალშიდაც. მაგრამ ის ვერ გათვალა რომ შევარდნაძე საერთოდ სხვა რელსების მატარებელი იყო. ხო და აი ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა მას ასეთი გათვლა ჰქონდა რომ შევარდნაძე არის ხანშესული ადამიანი, საქართველოსთან წასულია, მას სურს დაბრუნდეს საქართველოში. გააკეთოს რაიმე საქმე თავის გამოცდილება, თავის ენერგია მოახმაროს საქართველოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დამსახურებული პენსიაზე გავა, მაშინ რაც აქ სტაბილიზაცია მოხდება ქვეყნის, ასეთ უზე არჩევნები დაინიშნება და რატომ უნდა შეუშალოთ მას ხელი? საბოლოოდ ჩემი თანხმობა იმ ჯგუფმა, რომელიც მუდმივად მუშაობდა ამაზე შევარდნაძის ჩამოყვანის მიმართებით 27 თებერვალს ღამე 12 საათზე მიიღო ჩემგან თანხმობა. მე მკვეთრად დამისვეს რა გითხი, დღეს უნდა გადაწყდეს ან ვიწვევთ ამ კაც საქართველოში ან ვარს ვამბობთ. შევარდნაძის დაბრუნების ბოლო მოწინააღმდეგები უკვე 2 მარტის შემდეგ გატყდნენ, როდესაც გაეროში მიიღეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს გარდა. ეს იყო იმის პირდაპირი ნიშანი, რომ დასავლეთი იარაღის ძალით მოსულ ხელისუფლებას არ აღიარებდა.
დასავლეთისაგან განსხვავებით რუსეთის ხელისუფლებაში შევარდნაძის მიმართ არ იყო ერთგვაროვანი დამოკიდებულება. იგი კატეგორიულად მიუღებელი ფიგურა იყო იმ სამხედრო წრისათვის, ვინც თბილისის ომის დაწყებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამასთანავე რუსეთს საქართველოში არ აწყობდა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც კავკასიაში შესაძლოა რუსეთის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკის გატარება შეეცდებოდა. ერთადერთი ძალა, ვინც ეწინააღმდეგებოდა და ვინც უარყოფითად იყო განწყობილი შევარდნაძის შეცვლისა, ასე პირდაპირ, რომ გამსახურდია შეეცვალა და პირდაპირ შევარდნაძე დამჯდარიყო, ეს თვითონ რუსეთი გახდათ. მათი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, რომლებსაც ხდებოდით იქ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო ძირითადად ხალხი, ეს იმიტომ რომ ჰელსინკის პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით მიმდინარეობდა და იქ როდესაც ხდებოდით ისინი მიუხედავად იმისა, რომ უკვე შევარდნაძე იყო ყოფილი, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრი, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ მაგას. გამორიცხეთ ყველამ, რომ შევარდნაძე აქ რუსეთის ხელდასმით არის ჩამოსული. უნდა იცოდეთ ელემენტარულად რუსეთის პოლიტიკური წრეების და განსაკუთრებით სამხედრო წრეების განწყობა ამ პიროვნების მიმართ, რომ ოდნავ მაინც დაუშვათ, რომ რუსეთს უნდა ეხილა პირდაპირად საქართველოს შევარდნაძე. რასაკვირველია დასავლეთის თანხმობითა და დასავლეთის ხელდასმით. გეტყვით მეცაც. იმ პერიოდში, რაც მე თანამშრომლობა მომიწია ბატონ შევარდნაძესთან, მე თვალმართლივ დავინახე მისი აქ ჩამოსვლის, თქვათ, საგარეო პოლიტიკური მიზანი. ის თვლიდა, რომ ჩამოვიდოდა რა საქართველოში, მისი საერთაშორისო ავტორიტეტის გამო საკმაოდ ადვილად დათრგუნავდა სომხეთის პრეზიდენტს ბატონ ტერ-პეტროსიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ აბულფაზ ელჩიბეის, გახდებოდა ამიერკავკასიის ლიდერი და მთლიანად ამ ამიერკავკასიას შეატრიალებდა დასავლეთისაკენ. მაგრამ ეს პირობა, რაც მე მგონია მას მიცემული ჰქონდა დასავლეთის აქ ჩამოსვლის წინ, ვერ შეასრულა. 7 კაციანი დაცვა ყავდა მაშინ. და ეს დაქერევებული იყო, დაქერევებული იყო დათო სარიკიძის მიერ. დათო სარიკიძის მიერ. დათომ დამირეკა მე რომ ჯაბა მე ვიცი რომ ვიყავსო და იმამიაშვილმაც ამიაშვილმა არ ვიცი დამირეკა თუ შემომითვალა, აი ზუსტად ვერ ვიტყვი, მე მგონი შემომითვალა დათოს პირით და შეიძლება თვითონაც უნდა, მაგრამ მე თვითონ კი დამიმტკიცა, მაგრამ იმ წუთში არ მახსოვს ესე რომ თუ ვიყავს წაიყვანეო, იმიტომ რომ ვიცით რომ თავდასხმებონა იყოს, ღამეები არ აგძინავს, შვიდნი ვართო და ღამეები არ აგძინავსო რა და ესა რა თუ ვიყავს წაიყვანე დროზეო რა. $1992 წლის 7 მარტს მოსკოვიდან თბილისის აეროპორტში დაეშვა სპეცრეისი, რომლის ბორცზეც ედუარდ შევარდნაძე იმყოფებოდა. ომისაგან გაწამებული ხალხის ნაწილი ედუარდ შევარდნაძეში ახალ მხსნელს ხედავდა. მეც კი ჩამოვა და ჩვენს აყვავდებით კაცო ეს თელიც მაკაცები მაგის ბუში, რეიგანი, შულცი, რა ქვია, ბეიკერი, გენშერი, კოლი, მიწეთჩერი, ვიღა დარჩა და ყველა მაგის ის იყო და ისე რაღაცას დაგვეხმარებიან კაცო. აბა მე რო დავრჩე და კიტოვანი, ნუ რა არის ეგა? და არ გვეტყვიან თქვენ ვინ ახართ, თუ ასეთი კაცი ყავს იქა. და თქვენ ვინ ახართ? ხო ასე გვეტყოდნენ არა? ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამოქალაქო ომი კიდევ 2 წლის მანძილზე გაგრძელდა. იგი 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ ბურუსით მოწული სიკვდილის შემდეგ დამთავრდა. პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ მისი მომხრეები დაიქსახსნენ და წინააღმდეგობა შეწყვიტეს. ეს იყო სამხედრო ნაწილის ამბოხი, ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილება ტიპიური. ეს ჩვენ ისტორიაში მოხდა პირველად და ჩვენ გამიცადეთ ჩვენ თავზე. რა თქმა უნდა, ხო ვინც მოახდინა, იმათ უნდა რევოლუცია უნდა დაერქმიათ, დემოკრატიული რევოლუცია და სახალხო აჯანყება. სახალხო აჯანყებას არ გავდა, იმიტომ რომ ორნაბიჯში ქორწილები და პანაშვიდები იყო. აქ ერთად უზენაეს საბჭოში მეტი ხალხი იყო ზვიადის მომხრე, ვიდრე ისინი, რამდენიმე ასეულკაძე იყო ლაპარაკი.
და ეს ახალ აჯანყებაში უცხო ქვეყნის ჯარები არ ერთვებიან. აქ იბრძოდა პეჩორის იყო სპეცნაზი თუ არა ვცდები, რუსები საბეჭდილი აქვს ყველაფერი. გერმანავენ ისინი. ვინ იბრძოდა, ვინ რა შვებოდა, ვისაც იყო მაშინ, ვინ ეხმარებოდა მეამბოხეებს, ეს ყველაფერი ცნობილი. ეს იყო ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება. რა გადატრიალებაზეა ლაპარაკი, როდესაც წელიწადი და 2 თვე ომი მიდიოდა. წელიწადი და 2 თვე და ვინ ომობდა? აი პრეფექტები ომობდნენ, თანამდებობის პირები, რომელიც გამსახურდია ესე იგი დაასაქმა და ისინი ორგანიზაციას ისინი უკეთებდნენ ამას. და ეს იყო ნამდვილი სამოქალაქო ომი. და პირველი ეს გადატრიალება ეს იყო აჯანყება და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ეხლაც რო აშენებენ ხალხს აჯანყება სუფლება ყველა ხალხს აქვს და ეს დეკლარაციაში ადამიანის უფლებების დეკლარაციაში დაფიქსირებულია. მე მაშინ როდესაც ეს აბას რომ მოვკიდე ხელი აბაბას და ვითავეს აჯანყების საკითხი არა მე ეს წაკითხულიც ამქონდა და აბას კორესპონდენტებს ვაჩვენებდი ხოლმე. მესამე პუნქტია თუ მეოთხე პუნქტი აღარ მახსოვს. იქ წერია, როდესაც უკვე აღარაფერი აღარ შეიძლება დესპოტიზმის წინააღმდეგ აჯანყების ხალხმა უნდა ესე იგი ეს არის ძალიან მართებული და დემოკრატიულ პროცესად იცვლება იქ. რა თქმა უნდა ეს კანონიერი ხელისუფლება იყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ხალხმა ერჩია. და ეს ფაქტია. მაგრამ იცით რა, ყველა ხელისუფლება პასუხისგებელია. საერთოდ და მოდიხარ ხელისუფლებაში. ეს იქნება შენ დეპუტატი იქნები, თუ პრეზიდენტი იქნები, სხვა პასუხისგებლობა, მაგრამ ეს პასუხისგებლობა პირველ ყოვლისა. ეს არ არის ძალაუფლება. აი ჩვენთან რაღაც ესე არის, ეხლაც კი. ეს ძალაუფლების ხელშეღება. არა, ეს პასუხისგებლობა პირველ ყოვლისა. რომ მოდიხარ, შენ უნდა გძნობდე, რომ შენ რაღაცას გააკეთებ იმისთანაც, რასაც საზოგადოება მოიწონებს, რაც გამოადგება საზოგადოებას და აი ამაში გამოვლინდება შენი პასუხისგებლობა. რა თქმა უნდა, სტაბილიზაცია არის პასუხისგებლობა ხელისუფლების. ის რაც მოხდა ყველამ გადაინაცვლოს ალბათ ეს პასუხისგებლობა თავის თავზე. მაგრამ პირველად მათ, ვისაც ხელეწიფებად ალბათ და ხელეწიფებოდოთ განწყობილებების მიხედვით. 92-91 წლის მოვლენები საქართველოს ეკლესიისთვის არის საშინელი შავი ფურცელი ჩვენი ერის თანამედროვე ისტორიაში. კაინის საშინელი ცოდვა. და თქვენ იცით, რომ არაერთხელ პატრიარქმა ღვთისადმი სავედრებელად დაწერა რამოდენიმე თხოვნა ქართული ერის წარსული ცოდვების შემდგომის შესახებ. 2 სექტემბერმა ჩაშალა საქართველოს მშვიდობიანი გასვლასაფრთხე კავშირიდან. არ როგორც ბალტელები გავიდა. ეს იყო იმ ადამიანების სინდისზე, ვინც ეს მოაწყო მაშინ, მოსკოვის დავალებით. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ რუსეთის და ამერიკას თავის წინააღმდეგ შეკრა. ზვიადი იყო სახში, თუმცა სადილობდა და გამოვიდა ეს ქალბატონი ლელა და უთხრა, რა ზიხართ აქ თქვენო? ყველამ გაყიდა საწყალი პრეზიდენტი, ყველამ გაყიდა. მე მივხვდით ჩვენ რომ ეს რაღაც რომ იგეგმოდა მრავალ მხრივ, მრავალ პლანიანი იყო ეს საერთოდ. ეს კი აქ ჩამოვა და ჩვენს აყვავდებით კაცო ეს თელი ძმაკაცები მაგის ბუში, რეიგანი, შულცი, რა ქვია, ბეიკერი სამხედრო საბჭოს ისეთივე პერსპექტივა ელოდა საბოლოო ჯამში, რაც მოვიდა გამსახურდიას.